გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის მოსაწვევი მიხეილ სააკაშვილმა 1 საათის წინ მიიღო. საღამო მშვიდობისა ეს დიდი პოლიტიკაა, მე ინგა გრიგოლია ვარ. კვირას ინაუგურაციის შემდეგ მარგველაშვილი ოფიციალურად გახდება საქართველოს რიგით მეოთხე პრეზიდენტი. ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი აცხადებს, რომ თუ პრეზიდენტ სააკაშვილს ექნება იმის სარწმუნო სურათი, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა განმტკიცდება მომავალში. პროცესები არ წავა და არ დაინგრევა ყველაფერი, რაც შექმნილა. მაშინ სავარაუდოდ სააკაშვილი მივა ინაუგურაციაზე. თუ ამის სურათი არ შეიქმნება, მაშინ არ არის გამორიცხული, რომ მან მისვლაზე უარი თქვას. ასე აცხადებს ანდრო ბარნოვი. როგორ ფიქრობთ, უნდა მივიდეს თუ არა მიხეილ სააკაშვილი გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციაზე? ეს იქნება დღეს ჩვენი გადაცემის ინტერაქტივის შეკითხვა. დარეკეთ ზარი უფასოა. ზუსტად 4 დღეში სააკაშვილი ქვეყნის პრეზიდენტი აღარ იქნება. დღეს გადაცემაში წარმოგიდგენთ. დარჩენილი 4 დღე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტის სავარძლისგან ჩამოაშორებს და გიორგი მარგველაშვილს ოფიციალურად გააპრეზიდენტებს. რა იგეგმება კვირას, უნდა ესწრებოდეს თუ არა ამ ღონისძიებას მარგველაშვილის წინამორბედი, რომელიც ქვეყანას ამდენი წელი მართავდა. დიდ მადლობას გიხდით ყველას. მართლა მადლობთ, რომ ეს გამარჯვება ერთად მოვიდა. შალვა ნათელაშვილი მარგველაშვილის ინაუგურაციის ჩაშლით იმუქრება. მთავარი პოლიტიკური მოვლენა კვირასაა დაგეგმილი, ვინ იქნებიან სტუმრები, რომელი ქვეყნის პრეზიდენტები და დელეგაციები ჩამოვლენ საქართველოში, რა უჯდება ქვეყანას რიგით მეოთხე პრეზიდენტის ინაუგურაცია და როგორ 17 ნოემბერს გეგმავს ხელისუფლება. ყველა საინტერესო დეტალს დღეს დიდ პოლიტიკაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე მოყვება. 17 მაისიდან საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი ოფიციალურად შეუდგება მოვალეობის შესრულებას. იმ ინაუგურაციას, რომელიც აიცანი ბოროტების მტკიცება ჩავარჩამეთ. ეს არის ბრენდებში ბრენდი რა, სააკაშვილსაც ჯობია, ედუარდ შევარდნაძესაც და ქართულ ღვინოსაც და ყველაფერს ერთად აღებულს რა. საქართველოს სამეფო სახლის მეთაურმა ნუგზარ ბაგრატიონ გრუზინსკიმ ბიზნესმენ ლევან ვასაძეს რაინდის წოდება მიანიჭა. ბაგრატიონთა სამეფო კანცლერის ტახა ქორიძის განცხადებით ეს წოდება ლევან ვასაძეს ქვეყნის წინაშე მისი დამსახურებისთვის მიენიჭა. სამეფო ოჯახისგან ბაგრატოვანთა ორდენი საქართველოს პატრიარქის გარდა ბიძინა ივანიშვილსაც აქვს ბოძებული თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის. მას ეს ორდენი ბაგრატოვანთა მუხრანულმა შტომ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე მიანიჭა. დღეს დიდ პოლიტიკაში განვაგრძობ დისკუსიას თემაზე კონსტიტუციური მონარქია, მომავალი მეფე, რაინდები და ორდენები, ახალი რეალობა, რომელიც საქართველოში დადგა. დღეს საღამოს 8-ზე დიდ პოლიტიკაში ბაგრატიონთა სამეფო კანცლერი კახა ქორიძე, საქართველოს არწივის ორდენი რექტორი სიმონ კოპაძე, ჟურნალისტი ნათია კობერიძე, ისტორიკოსი მაია სტეფნაძე, ხელოვნებათმცოდნე ნიკა წულუკიძე, მსახიობი ნანული სარაჯიშვილი. დღის მთავარი თემა სოციალურ ქსელებში ლევან ვასაძე რაინდი გახდა. ლევან ვასაძისთვის სამეფო კარის მიერ რაინდის ტიტულის მინიჭებამ დღეს სოციალურ ქსელებში თითქმის ყველა სხვა თემა გადაფარა. ამ თემის განხილვაში ჩართულია თითქმის ყველა სფეროს წარმომადგენელი. რეალურად ლევან ვასაძე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფიგურა ხდება საქართველოში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც იგი კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის აუცილებლობაზე ალაპარაკდა. ეს ახალი ქართული რეალობაა ქართული სამეფო კარისა და მათგან მინიჭებული ტიტულების შესახებ დისკუსიას გადაცემის მეორე ნაწილში შემოგთავაზებთ. მანამდე კი ეთერს მხსნით ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენით, რომელიც საქართველოში 4 დღეში გაიმართება. ზუსტად 4 დღეში გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციაა დაგეგმილი. ზუსტად 4 დღეში მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ორჯერ ზედიზედ იყო ქვეყნის პრეზიდენტი, პოსტიდან წავა. სააკაშვილმა მოსაწვევი 1 საათის წინ მიიღო. როგორ ფიქრობთ, უნდა მივიდეს თუ არა მიხეილ სააკაშვილი 17 ნოემბერს გიორგი მარგველაშვილის გაპრეზიდენტების ცერემონიალზე? ესაა ჩვენი ინტერაქტივის შეკითხვა. რა იგეგმება 17-ში კვირას, რა დაუჯდება ქვეყანას მეოთხე პრეზიდენტის ინაუგურაცია, რომელი ქვეყნის პირველი პირები და დელეგაციები ჩამოვლენ საქართველოში? თუ არიან ისეთები, ვისაც მოწვევა გაუგზავნეს, მაგრამ უარი მიიღეს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ჩამოსვლაზე? რა ღონისძიებებია დაგეგმილი კვირას? ყველა ამ დეტალზე ჩვენს ეთერში საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ისაუბრებს. მე მას მივესალმები. საღამო მშვიდობის ქალბატონო მაია, ძალიან დიდი მადლობა, რომ იღებთ მონაწილეობას დღევანდელ გადაცემაში. ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც
დღეებში უნდა გაიმართოს ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ქვეყნის რიგით მეოთხე პრეზიდენტის ინაუგურაცია. 17 ნოემბრის შემდეგ გიორგი მარგველაშვილი უკვე ოფიციალურად შეუდგება პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას. მე მინდა თქვენთან საუბარი დავიწყო ყველაზე ისეთი საინტერესო თემით. აქამდე იყო სულ საუბარი იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილს არ ქონდა მიღებული მოსაწვევი ინაუგურაციაზე წასასვლელად. ზუსტად 1 საათის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ჩვენთან სატელეფონო საუბარში დაადასტურა, რომ ეს მოსაწვევი მიიღეს, მაგრამ განცხადება გაკეთდა ასეთი: ბარნოვმა არ იცის დაესწრება თუ არა სააკაშვილი ინაუგურაციას, თუმცა ფიქრობს, რომ ახალმა ხელისუფლებამ საამისოდ თავად უნდა მიმართოს მოქმედ პრეზიდენტს და დაარწმუნოს, რომ ქვეყანა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ გზას და დეოკუპაციის პოლიტიკას არ გადაუხვევს. რა სიტყვით აპირებ თუ არა, არსებობს თუ არა ასეთი ფორმები, ეტიკეტი რას ითვალისწინებს? დღეს ძალიან ბევრი საინტერესო დეტალი შეიძლება მოვისმინოთ თქვენგან. მოქმედი, ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტისთვის პირადად რომ დაუკავშირდეს ვინმე დღევანდელი ხელისუფლებიდან და იგი მხოლოდ მოსაწვევით კი არა, პირადად მიიწვიოთ ამ ღონისძიებაზე. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. არა მარტო ბატონი მიხეილ სააკაშვილი, არამედ ბატონი ედუარდ შევარდნაძეც არის მოპატიჟებული. მანაც 1 საათის წინ მიიღო მოსაწვევი, დღეს დაარიგდა ოფიციალური მოსაწვევები. ხოლო რაც შეეხება იმ პირობას, თუ რა პირობით მიიღებს მონაწილეობას ბატონი მიხეილ სააკაშვილი ინაუგურაციაში, მე მგონი მას 1 წელი ჰქონდა იმაში დასამწმუნებლად, რომ ახალი ხელისუფლება აგრძელებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს. ამისი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი არის ორ კვირაში ვილნიუსში ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება. გარდა ამისა, ახალი მთავრობა ამ 1 წლის განმავლობაში ასევე იბრძოდა, სადაც შეეძლო ქვეყნის დეოკუპაციისთვის, არაღიარების პოლიტიკის გატარებისთვის და იმ ყველა მექანიზმის ასამოქმედებლად, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია სწორედ ჩვენი მთავარი პრობლემების გადასაწყვეტად, თუ კი ჩვენ 1 წელიწადში ვერ მოვახერხეთ მისი დარწმუნება იმაში, თუ როგორია ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი, თუნდაც საშინაო პოლიტიკური კურსი, მაშინ მე არ მგონია დარჩენილი 4 დღე გვეყოს ამისათვის. ანუ პირადად სააკაშვილს არავინ დაუკავშირდება და პირად მიწვევას არავინ გაუკეთებს, ასე შეიძლება გავიგოთ? მე როგორც გავიგე, ანდრო ბარნოვის საუბარში იყო სწორედ იმაზე აქცენტები, რომ პირადად პრეზიდენტი უნდა დაარწმუნონ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ მთელი წელი ვარწმუნებდით არა მხოლოდ პრეზიდენტს, არამედ მთელ საქართველოს, მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას იმაში, თუ რა გვინდა, რის მიღწევას ვაპირებთ ჩვენ ახალი ხელისუფლება და მე ვფიქრობ, მოვახერხეთ კიდევაც მოსახლეობის დარწმუნება ამაში, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და ჩვენ პირადად არავისთვის არ დაგვირეკავს იმისათვის, რომ მოგვეწვია, ყველა მიიღო ერთნაირ რეჟიმში მოსაწვევები, მე ვფიქრობ, ეს სრულიად საკმარისი უნდა იყოს. და თუ კი ჩემი აზრი გაინტერესებთ, მე ვისურვებდი, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტები ესწრებოდნენ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას. დიდი მადლობა. ქალბატონო მაია, მოდით ვისაუბროთ კვირისთვის დაგეგმილი ღონისძიების დეტალებზე. პირველი კითხვა, რომელიც მინდა დაგისვათ, ვინ ჩამოდიან სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებისგან, რა ოფიციალური დელეგაციებით იქნება დაკომპლექტებული ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლობა, ვინ იქნებიან პრეზიდენტები, რომლებსაც თქვენ შესთავაზეთ გაუგზავნეთ მოსაწვევი მოიპატიჟეთ ინაუგურაციაზე და რა დელეგაციებს ელით, საერთოდ რა რაოდენობით სტუმარსელით? ჩვენ უკვე გვაქვს დაახლოებით 40 დელეგაციის განაცხადი, რომ ისინი ჩამოდიან ინაუგურაციაზე. მე მხოლოდ და მხოლოდ ის გვარები და ის ქვეყნები შემიძლია დაგისახელოთ, საიდანაც ჩვენ წერილობითი დასტური გვაქვს მიღებული. არის კიდევ დარჩენილი 4 დღე, როგორც თქვენ ბრძანეთ, არ არის გამორიცხული, რომ ამ 4 დღის განმავლობაში გაიზარდოს დელეგაციების რიცხვი. ამ წუთისათვის ჩვენ გვაქვს წერილობითი თანხმობა ლიტვის პრეზიდენტისგან, ის არის ყველაზე მაღალი რანგის სტუმარი. ლიტვა გახლავთ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, ამიტომ მისი პრეზიდენტის ჩამოსვლა ერთგვარად ევროკავშირისგან გამოხატული კეთილი ნებაც არის. გარდა ამისა, ჩვენ გვეყოლება ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარე, გვეყოლება ყაზახეთის ვიცე-პრემიერი, გვეყოლება 7 მინისტრი, გვეყოლება 2 საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივანი, გარდა ამისა გვეყოლებიან მინისტრის მოადგილეები, ხოლო რამდენიმე ქვეყანა ელჩის დონეზე იქნება წარმოდგენილი. ეს არის განსაკუთრებით ის ქვეყნები, რომლებსაც საელჩოები არ აქვთ თბილისში და საქართველოს ფარავენ სხვა ქვეყნებიდან. კიდევ ერთხელ ვამბობ, დელეგაციების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს, არის საკმაოდ წარმომადგენლობითი, საკმაოდ მნიშვნელოვანი დელეგაციები
და მე ვფიქრობ ძალიან დიდი რაოდენობა, როდესაც 40 ქვეყანა ჩამოდის. დიახ, თუ შეიძლება ერთი ასეთი კითხვა მინდა დაგისვათ თქვენს მიერ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან ვერ მოვისმინე დაუშვათ რუსეთის დელეგაცია არის თუ არა მოწვეული, მიიღებს თუ არა ამ ცერემონიალში მონაწილეობას და იგივე შეერთებული შტატებიდან ვისელით. შეერთებული შტატებიდან ჩვენ დღის ბოლომდე, ამერიკაში დღის ბოლომდე ველოდებით დელეგაციის დასახელებას, როგორც საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა განაცხადა, თეთრი სახლი განსაზღვრავს დელეგაციას და ეს მოხდება დღის განმავლობაში, ხოლო რაც შეეხება რუსეთს, რუსეთში ჩვენ მოსაწვევი არ გაგვიგზავნია, რადგან ამ ქვეყანასთან ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები. თუმცა თქვენი ხელისუფლება ყოველთვის აცხადებს, რომ აუცილებელია იგივე რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენა და ცოტა უცნაური ხო არ არის, რომ ინაუგურაციაზე დელეგაციის მოპატიჟება არ მოხდა. თუნდაც იგივე ძალიან მაღალი დონის დელეგაციის, იმიტომ რომ როდესაც დეკლარირება ხდება, რომ დაუშვათ რუსეთთან აუცილებელია დიალოგი, როდესაც მუდმივად ამაზე მიდის ხაზგასმა, რომ ჩვენ ეკონომიკური ბერკეტები უნდა ავამოქმედოთ, ჩვენი პროდუქცია უნდა შევიტანოთ, აუცილებელია და იმედი გვაქვსო, როდესაც ამბობს თქვენი ხელისუფლება, რომ რუსეთიდან პოზიტიური ნაბიჯები წამოვა, ამ დროს მიზანმიმართული იყო თქვენი მხრიდან, რომ არ მოგეწვიათ ეს დელეგაცია, თუ კი კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე და პოლიტიკაზეა საუბარი. ჩვენ ამავე დროს ყველაფერი მის პარალელურად, რაც თქვენ ბრძანეთ, ვამბობთ, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა რუსეთთან არის შეუძლებელი, სანამ ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული, სანამ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არის აღიარებული როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები, ხოლო ოფიციალური მიწვევა პროტოკოლის თანახმად შეიძლება მხოლოდ გაუგზავნო ქვეყანას, რომელთანაც გაქვს დიპლომატიური ურთიერთობა და არ აღხარ იმ რეჟიმში, რომელშიც ჩვენ ვართ რუსეთთან. ეს რასაკვირველია არ გამორიცხავს დიალოგს, არ გამორიცხავს კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარების სურვილს და არ გამორიცხავს წარმატებას ამ არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს რუსეთთან ბატონი ზურაბ აბაშიძისა და კარასინის ფორმატში. კი ბატონო, თქვენ ბრძანეთ, რომ მოწვეულები არიან მიხეილ სააკაშვილიც და მისი წინამორბედიც ედუარდ შევარდნაძე. მინდა გკითხოთ, თუ არის ინაუგურაციაზე მოწვეული საქართველოს პირველი პრეზიდენტის ოჯახი, ზვიად გამსახურდიას ოჯახი. მოწვეულები არიან საქართველოს ცოცხალი, ღმერთმა დიდხანს საცოცხლოს ორივე ყოფილი პრეზიდენტი. და არა პირველი პრეზიდენტის ოჯახი. ოჯახები ჩვენ მოწვეული არ აყვავს, არიან მოწვეული მხოლოდ პრეზიდენტები. კი ბატონო, ქალბატონო მაია, ერთი კითხვა მინდა დაგისვათ ასეთი, თუ შეგიძლიათ რაღაცნაირად გაგვაცნოთ, როგორი არის გეგმა ინაუგურაციის. ვიცით, რომ გაიმართება პარლამენტის შიდა ეზოში, რა რაოდენობით დამსწრე იქნება იქ, ვის ელოდებით, ვინ არიან თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის პერსონები, ვინც მიწვეულები იქნებიან ღონისძიებაზე და რა იქნება ზოგადად, როგორი ცერემონიალი იქნება? პარლამენტის ეზოში ჩვენ იმიტომ გადავწყვიტეთ ამ ცერემონიალის მოწყობა, რომ არ გვინდოდა იგი ყოფილიყო პომპეზური და შეუფერებელი ჩვენი ქვეყნის მასშტაბისთვის, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. პარლამენტის ეზო იმიტომ ავირჩიეთ, რომ პარლამენტის შენობა მოგეხსენებათ არ აგვაქვს ამ წუთას თბილისში. იქ მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, თორემ შეიძლება პარლამენტის შენობა რომ ყოფილიყო, ის გამართულიყო შიგნით, როგორც ეს ხდება ევროპულ ქვეყნებში. არსად ასეთი დონის ღონისძიება არ ტარდება ღია ცის ქვეშ და არ ტარდება პომპეზურად. ამიტომ პარლამენტის ეზო მცირე გახლავთ, იქ რასაკვირველია გათვალისწინებული არის სამხედრო კომპონენტი, იქნება ძალიან ლამაზი ცერემონიალი სამხედროების მხრიდან და ამიტომ ადგილების რაოდენობაში რასაკვირველია შეზღუდულები ვიყავით. ჩვენ რასაკვირველია გვეყოლება იქ უცხოური დელეგაციები, გვეყოლება დიპლომატიური კორპუსი, გვეყოლება მინისტრთა კაბინეტი, გვეყოლება პარლამენტის სრული შემადგენლობა, ასევე მოწვეული სტუმრები სხვადასხვა სფეროებიდან, საზოგადოების წარმომადგენლები, მაგრამ სამწუხაროდ სწორედ იმის გამო, რომ ეს ყველაფერი არის უფრო კამერული და სადა, მაგრამ ძალიან ლამაზი, ამას მინდა ხაზი გაუსვა, ყოველ შემთხვევაში მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ისე გამოვა, როგორც დაგეგმილი გვაქვს და იქნება ძალიან ლამაზი სანახაობა. სამწუხაროდ მოსახლეობის დიდ რაოდენობას მის მასზე დასწრების საშუალება არ ექნება და რასაკვირველია ყველაფერი პირდაპირ გადაიცემა ტელევიზიით და ყველას ექნება საშუალება ნახოს ტელევიზორში. ეს ცერემონია დაიწყება 1 საათზე, იგი არ იქნება ხანგრძლივი, დაახლოებით 40-45 წუთი გაგრძელდება ჩვენი ვარაუდით. შემდეგ საქართველოს უკვე
ნამდვილი პრეზიდენტი, რომელსაც ფიცი უკვე დადებული ექნება, გაემართება გმირთა მოედანზე და იქ პატივს მიაგებს საქართველოსთვის დაღუპულ გმირებს. შემდეგ იქნება ოფიციალური სადილი მოწვეული დელეგაციებისთვის, უცხოური დელეგაციებისთვის. ამის შემდეგ იქნება ბატონი გიორგი მარგველაშვილის და სხვა ოფიციალური პირების ორმხრივი შეხვედრები ჩამოსულ სტუმრებთან. პარალელურ რეჟიმში შეიძლება ზოგიერთ დელეგაციას ასევე კონდეს შეხვედრა სხვა მინისტრებთან, პრემიერთან და მათი სურვილის მიხედვით სხვა პირებთან. 6 საათზე იქნება საზეიმო კონცერტი რუსთაველის თეატრში. ესეც იქნება ძალიან მოკლე ღონისძიება, დაახლოებით 45-50 წუთი, ხოლო შემდეგ იქნება მიღება საზოგადოებისთვის, რომელსაც შედარებით მეტი ხალხი დაესწრება. ესეთია გეგმა კვირის 17 ნოემბრის. კი ბატონო, რეჟისურა ეკუთვნის, რამდენადაც ვიცით, ამჟამად კულტურის მინისტრის მოადგილეს მანანა ბერიკაშვილს ხო თუ მე ვცდები ეს ინფორმაცია სწორია თუ არა? ქალბატონი მანანა გახლავთ კომისიის წევრი, მე ესე ერთი რეჟისორის გამოყოფა არ შემიძლია, ეს არის კომისიის ერთობლივი შრომის შედეგი. ქალბატონი მანანა ძალიან აქტიურად არის ჩართული, რასაკვირველია, მთელ მოსამზადებელ სამუშაოებში. მაგალითად კულტურული ნაწილი მთელი პროგრამის არის მისი კომპეტენცია, ისევე როგორც ვთქვათ, დანაწილებულია სამხედრო ნაწილი არის თავდაცვის მინისტრის კომპეტენცია, საგარეო ნაწილი, ანუ სტუმრების მიღება, დახვედრა, პროგრამები და ასე შემდეგ. საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპეტენცია, მერიას აქვს თავისი როლი, ყველა უწყება არის ჩართული ამ საქმეში. ასეთი გამოკვეთილი რეჟისორი არ არსებობს, იმის გამო, რომ ეს არ არის თეატრალიზებული წარმოდგენა. ეს არის ძალიან მოკლე ცერემონიალი, რომელიც არის გაწერილი ბრძანებულებით და ჩვენ მას შევასრულებთ. მერი ახსენეთ, ანუ გიგი უგულავაც ჩართულია თავისი სტრუქტურით ამ ინაუგურაციის დაგეგმვაში? მერის სამსახურები რასაკვირველია არიან ჩართულები, აქ არის მოსაწყობი ქუჩები, არის გაფორმება გარე ფასადების და ასე შემდეგ. გიგი უგულავა პირადად არ მონაწილეობს კომისიის ხდომაში, მისი წარმომადგენლები ესწრებიან ხდომებს და ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ. ანუ სახეზეა ჭეშმარიტი კოაბიტაცია, ხო, როგორც ჩანს, ერთადერთი მერი აღარ დარჩენს ნაციონალებს და ისიც აღმოჩნდა, რომ ჩართული ყოფილა ამ ცერემონიაში. კი ბატონო, კიდევ რამოდენიმე კითხვა მექნება, თქვენ ახსენეთ, რომ მთელი პარლამენტი არისო მოწვეული, ამ მთელ პარლამენტში იგულისხმებოდა უმცირესობაც, ანუ სააკაშვილის გარდა მის პოლიტიკურ გუნდსაც იწვევთ ცერემონიაზე. 150 სხვა ოპოზიციური პარტიებიდან თუ ყავთ ვინმე მიწვეული, ქალბატონო? არასაპარლამენტო ოპოზიცია მოწვეული არ არის, 150 დეპუტატი პარლამენტიდან არის მოწვეული, პარლამენტის თავმჯდომარე რასაკვირველია და მე იმედი მაქვს, რომ პარლამენტიც სრული შემადგენლობით დაესწრება ინაუგურაციას. მოწვეულები, ეს არაა შესაძლებელია თქვათ თქვენთან დასასმელი კითხვა, საგარეო საქმეთა მინისტრი ბრძანდებით, მაგრამ ვინაიდან ხარ ჩართული, რატომ არ არიან სხვები გარდა ნაციონალების, არ აღიარებთ ეს ხელისუფლება, არ აღიარებს მათ არსებობას, თუ რა ხდება? ეხლა ნებისმიერი ოპონენტი შეგახსენებდათ, რომ სააკაშვილიც ასე იქცეოდაო, დანარჩენებს არავის არ იწვევდა თავის ღონისძიებებზე. მე როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი პასუხს ვაგებ უცხოურ დელეგაციებზე, თქვენ მართალი ბრძანდებით და ჩემს სფეროში ყველაფერი გარკვეულია, ასე რომ მე თავისუფლებას მივცემ ამ საკითხზე კომენტარი არ გავაკეთო, ეს ნამდვილად არის ასე ვთქვათ კომისიის საქმე და მე პასუხს ვაგებ მის საგარეო ნაწილზე. ხომ არ იცით კონკრეტულად ვის ეხება კომისიიდან ეს თემა, ანუ შიდა პოლიტიკური საკითხები? ეს ძალიან ძნელია, როდესაც ამხელა ღონისძიებას აწყობ, ასეთი მნიშვნელობის დღე არის და ასეთი ცოტა საშუალება გაქვს იმისათვის, რომ ყველა მსურველი დაატიო იქ, სადაც ტარდება ეს ღონისძიება. ამიტომ ნურავის ნუ შეშურდება კომისიის იმ წევრების, რომლებსაც გარკვეული სიების მომზადება ევალებათ, ყოველთვის დარჩება განაწყენებული ადამიანი
რომელსაც უნდა დასწრება და ვერ დაესწრო, სამწუხაროა ეს, მაგრამ რას ვიზარდ. რეალობაა. თუმცა შალვა ნათელაშვილი მაგალითად იმუქრება საპროტესტო აქციის მოწყობით ზუსტად იმ დროს, როდესაც პარლამენტის შიდა ეზოში გაიმართება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის ინაუგურაცია. ლეიბორისტების ლიდერი ამბობს, რომ იგი საპროტესტო აქციას გამართავს და მოუწოდებს თავის მომხრეებს, რომ გავიდნენ ამ აქციაზე. კარგით, მე ამ შიდა პოლიტიკური კითხვებით მივესალმები აქციას და ნამდვილი დემოკრატიის გამოხატულებას. კი ბატონო, რა უჯდება ქალბატონო მაია სახელმწიფო ბიუჯეტს გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია? უჯდება ძალიან ცოტა, რადგანაც ეს ყველაფერი არ არის პომპეზური, როგორც გითხარით, არ იმართება არანაირი სანახაობრივი მოვლენები ქალაქში, არ იქნება არც ერთი მოწვეული სტუმარი იმისათვის, რომ ჩატარდეს კონცერტი, ყველაფერი ტარდება ადგილობრივი ძალებით, ყველაფერი ტარდება თანხების მაქსიმალური დაზოგვით. მე ზუსტი თანხის დასახელება ეხლა ნამდვილად არ შემიძლია, მაგრამ თუ არ ვცდები, ეს იქნება დაახლოებით 1/4, 1/5 იმისა, რაც ამ დროს იხარჯებოდა ხოლმე საქართველოში. ანუ რაც ხდებოდა წინა ინაუგურაციებისა სააკაშვილი, როდესაც ხდებოდა პრეზიდენტი. კი ბატონო, ერთი კითხვა უნდა დაგისვათ, არადელიკატურობაში არ ჩამომართვებთ იმედია, ყველა დეტალი გვაინტერესებს ინაუგურაციის. პრეზიდენტი მარგველაშვილი ცერემონიალზე იდგება მარტო, თუ მის გვერდით იდგება მისი მეგობარი ქალბატონი, რომელიც მისი ოფიციალური მეუღლე არ არის. ეს ბევრს აინტერესებს კითხვა, ამიტომ მოდით თავს მივცემ ამ კითხვის დასმის უფლებას. კი ბატონო, მე შემიძლია გაგიმხილოთ, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი იდგება ტრიბუნასთან სრულიად მარტო, რადგანაც გათვალისწინებული არ არის სხვისი დგომა მის გვერდზე, მაშინ როდესაც იგი დადებს ფიცს, მაშინ როდესაც იგი წაიკითხავს თავის მისასალმებელ სიტყვას, როდესაც ჩაიბარებს ჯარს და მთავარსარდლობას, აქ სცენარით არ არის გათვალისწინებული არავის დგომა მის გვერდზე. მისი მეუღლე იქნება დამსწრე საზოგადოებაში და მომავალ პრეზიდენტს, ანუ უკვე ფიცდადებულ პრეზიდენტს ასევე არ ექნება საშუალება, რომ თვითონ დაჯდეს. იგი როგორც კი მორჩება, ასე ვთქვათ, თავისი პროცედურით გათვალისწინებული ფუნქციის შესრულებას, იგი მაშინვე გაემართება მანქანისკენ და წავა გმირთა მოედნისკენ. ასე რომ იგი არ დაჯდება, მისთვის ადგილი გამოყოფილი არ იქნება, ხოლო მისი ოჯახის წევრები, რასაკვირველია, იქნებიან საპატიო ადგილას მაყურებლებს. კი ბატონო, და ბოლო კითხვა უნდა დაგისვათ, დღეს პარლამენტში სწორედ ინაუგურაციამდე 4 დღით ადრე იყო საკმაოდ მწვავე განცხადებები უმცირესობის მხრიდან. თქვენი ოპონენტები გიორგი მარგველაშვილის მისამართით აკეთებდნენ განცხადებებს და მას ბრალი დასდეს იმ ინტერვიუს გამო, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ვასკრესნე ვრემიასთვის მიცემული ინტერვიუში, სადაც ოპონენტების განცხადებით მარგველაშვილმა არც ერთხელ არ ახსენაო სიტყვა ოკუპაცია, დევნილები, არ ახსენა სიტყვა მავთულხლართები. ეს იყო დღევანდელი დღის ერთ-ერთი მთავარი თემა პარლამენტში ინაუგურაციამდე 4 დღით ადრე. რა სიტყვით ქალბატონო მაია? ბატონ გიორგის ბევრი ინტერვიუ აქვს მიცემული ამ პერიოდის განმავლობაში, სადაც მას ულაპარაკია სწორედ ამ თემებზე, რომლებიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ახსენა მან ამ კონკრეტულ ინტერვიუში ეს საკითხები მისთვის არ არის მნიშვნელოვანი და ქვეყნისთვის არ არის მნიშვნელოვანი, უბრალოდ კონტექსტმა არ მოიტანა შეიძლება ეს იმ ინტერვიუს დროს. თორემ ისე ყველგან სხვაგან მას ძალიან ხშირად ულაპარაკია ამ თემებზე და საზოგადოებისთვის მისი პოზიცია ყველა მიმართულებით არის ცნობილი. კი ბატონო, და კიდევ ერთი კითხვა დამჩა და ამავიწყდა კინაღამისე დაგემშვიდობით. სხვა შორის რაც შეეხება პრეზიდენტ მარგველაშვილის ინტერვიუებს, ამას წინადაც აღვნიშნე ეთერში, სამწუხარო მხოლოდ ის არის ჯერჯერობით, იმედი მაქვს ეს ასე არ იქნება, რომ მას შემდეგ რაც არჩევნები ჩატარდა და მარგველაშვილმა მოიპოვა გამარჯვება, მან მხოლოდ ერთადერთ ქართულ არხს მისცა ინტერვიუ, დანარჩენი აქცენტი გაკეთდა მთლიანად უცხოურ მედიაზე, მათ შორის დასავლეთ მედიაზე, მათ შორის რუსულ მედიაზე, ოღონდ აღარ ქართულზე და მე მინდა რომ იმედი გამოვთქვა, რომ ინაუგურაციის შემდეგ იგი ქართულ მედიასთან ისეთივე ღია ურთიერთობებს შეინარჩუნებს, როგორც ჰქონდა მას ვიდრე დასახელდებოდა პრეზიდენტობის კანდიდატად. და ბოლო კითხვა, 17 ნოემბერი და რა ცვლილებებს ელით პირადად თქვენ, როგორც პოლიტიკური გუნდის წევრი. მე კიდევ ერთხელ გავიხსენებ, ამას წინათ ბიძინა ივანიშვილმა ისე გაქოთ, რომ კითხვის დასმა მე მგონი ჯერჯერობით ნაადრევია, მოხვდებით თუ არა
მინისტრთა კაბინეტში, სავარაუდოდ იმ განცხადებებიდან გამომდინარე, ეს კითხვები თქვენთან არ უნდა იყოს დაკავშირებული. როგორც პოლიტიკური გუნდის წევრს გისვამთ ამ კითხვას და ამით დაგემშვიდობებით. რა შეიცვლება ქვეყანაში ამ ინაუგურაციის შემდეგ? მარგველაშვილის მთავარი მესიჯი, მარგველაშვილის მთავარი პირობა, რაც მან მისცა საკუთარ მხარდამჭერებს, იყო კოაბიტაციის დასასრული. განმიმარტეთ თუ შეიძლება, როგორც პოლიტიკური გუნდის წევრმა, რა დაიწყება 17 ნოემბრის მეორე დღიდან? 17 ნოემბრის მეორე დღიდან დასრულდება სწორედ კოაბიტაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ხელისშემშლელი პირობა, რომელიც არსებობდა იმისათვის, რომ მმართველ გუნდს განეხორციელებინა თავისი გეგმები, განეხორციელებინა ის რეფორმები, რომლებიც აუცილებელია ქვეყნისთვის, იმისათვის, რომ ქვეყანა წავიდეს წინ, აღარ იქნება. და შესაბამისად პარლამენტს არ მოუწევს ბრძოლა იმისათვის, რომ დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო, რადგანაც ყველაფერი იქნება შეთანხმებული და ყველაფერი იქნება ერთ გუნდში გააზრებული. ეს ძალიან დააჩქარებს რეფორმების პროცესს, ძალიან დააჩქარებს პროგრესს და იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე მიიყვანს საქართველოს იქ, სადაც ჩვენ ყველას გვინდა რომ მივიდეს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. ვფიქრობ, რომ ყველა დეტალი, რისი თქმა შეიძლებოდა ეთერში, ყველაფერი მოვისმინეთ. კარგად ბრძანდებოდეთ, წარმატებას გისურვებთ. ალბათ მთელი საქართველო კვირას დაელოდება საქართველოს რიგით მეოთხე პრეზიდენტის ინაუგურაციას. ნახვამდის, მადლობთ რომ მიიღეთ მონაწილეობა. კარგად ბრძანდებოდეთ. ეს იყო მაია ფანჯიკიძე, მაშასე ქვეყნის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია კვირას გაიმართება. ვნახოთ როგორც ჩაივლის კვირას მთავარი პოლიტიკური მოვლენა და ზოგადად რა შეცვლის გიორგი მარგველაშვილის გაპრეზიდენტება და ირაკლი ღარიბაშვილის გაპრემიერება ქვეყანაში. რამდენიმე წუთში კი ჩვენს ეთერს განვაგრძობ თემით, რომელმაც დღეს სოციალურ ქსელებში განხილვების კუთხით ყველა სხვა თემა გადაფარა. ქართულმა სამეფო ოჯახმა ლევან ვასაძეს რაინდის წოდება მიანიჭა. ლევან ვასაძე, რომელიც შეიძლება ითქვას თანდათან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფიგურა ხდება ქვეყანაში, საქართველოს სამეფო გვირგვინის დინასტიური ორდენის დიდი ჯვრის რაინდი გახდა. რეკლამის შემდეგ დისკუსია სტუდიაში სამეფო კარი და დიდი ჯვრის რაინდის ორდენი. განვაგრძობთ გადაცემას დღევანდელ თემებს შორის სოციალურ ქსელებში ლამის განხილვების რეკორდი მოხსნა ლევან ვასაძის თემამ. საქართველოს სამეფო სახლის მეთაურმა ნუგზარ ბაგრატიონ გრუზინსკიმ ბიზნესმენ ლევან ვასაძეს რაინდის წოდება მიანიჭა. ვასაძის რაინდად კურთხევის ცერემონია 31 ოქტომბერს დარეჯანის სასახლეში ჩატარდა. ლევან ვასაძის ახალი ტიტული სრული სახით ასე ჟღერს: საქართველოს სამეფოს გვირგვინის დინასტიური ორდენის დიდი ჯვრის რაინდი. რა დამსახურებისა მიანიჭა ლევან ვასაძეს რაინდის წოდება? ბაგრატიონთა სამეფო კანცლერის კახა ქორიძის თქმით, ვასაძეს ეს წოდება ქვეყნის წინაშე მისი დამსახურებისთვის მისცეს. სამეფო გვირგვინის ორდენებია ეს და მისი კავალერი რაინდი გახდა ლევან ვასაძე იმ დამსახურებისთვის, რა დამსახურებებიც აქვს მას ქვეყნის წინაშე. საგანმანათლებლო ცენტრი, სპორტული მოედნები, რომელსაც აშენებს და გუნდი ყავს სპორტული და ყოველივე ამისთვის იგი იქნა დაჯილდოებული. აცხადებს ბაგრატიონთა სამეფო კანცლერი. სწორედ კახა ქორიძე იქნება დღეს ჩვენი ერთ-ერთი სტუმარი და მასთან ერთად წარმოგიდგენ უფლის ხელთუქმნელი კვართის და საქართველოს არწივის რექტორ სიმონ კოპაძეს, ჟურნალისტ ნათია კობერიძეს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს მაია სტეფნაძეს, მსახიობ ნანული სარაჯიშვილს და ხელოვნებათმცოდნე ნიკა წულუკიძეს. ერთად განვიხილოთ ახალი ქართული რეალობა, მეფის კარი და იდეა, რომელიც თანდათან სულ უფრო და უფრო ისხამს ფრთებს კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის იდეა. ამჯერად ამ თემას ჩვენ არაპოლიტიკოსებთან, არამედ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად განვიხილავ. მე მივესალმები ჩვენ სტუმრებს, ძალიან დიდი მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ბატონო კახა, თქვენ უნდა დაგისვათ როგორც კანცლერს პირველი შეკითხვა. მართლა გადაფარა დღევანდელი აი ყველა თემა ამ განხილვამ ლევან ვასაძისთვის მინიჭებული ტიტული. შესაძლებელია იმიტომ რომ თანდათან სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება თავად ლევან ვასაძის პერსონა. იყო არაერთგვაროვანი რეაქციები ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მე მინდა თქვენ დაგისვათ კითხვა. როგორ მოხდა, რას ნიშნავს თავისთავად რაინდის წოდების მინიჭება და რატომ გადაწყდა რომ მაინც და მაინც ლევან ვასაძეს? იმიტომ რომ იგი პირველი იყო ვინც ალაპარაკდა კონსტიტუციური მონარქიის აუცილებლობაზე. არა მაგიტომ შეიძლება სამეფო სახლის მეთაურმა გადაწყვეტილება ჩემის აზრით და მისმა ოჯახმა მიიღო სწორედ იმიტომ რომ თავისთავად ლევან ვასაძეს პიროვნება არის წარმატებული პიროვნება, კარგი ადამიანი, კარგი ახალგაზრდა ჩანს,
ბევრი რამ სასიკეთო აქვს გაკეთებული. მე თავად ავედი და ვნახე სკოლა კიკეთში. დიახ. და მონაყოლს გადააჭარბა, რაც იქ ვნახე და არის გაკეთებული. გარდა ამისა, დემოგრაფიული საზოგადოების თავმჯდომარე იღწვის ბევრ რამისათვის და სწორედ ამიტომაც არის ეს სამეფო ორდენები, რომელსაც სამეფო ოჯახი გასცემს დამსახურებისათვის. ეს იქნება ხელოვნებაცოდნეებზეც, ეს იქნება სპორტსმენებზეც მომავალში და რა ვიცი ახლა რას ითვალისწინებს ბატონო კახა თავისთავად აი ეს ორდენი, რომელიც გადაეცა მას ტიტული? დიახ. რას ითვალისწინებს? ანუ ეს რას ნიშნავს? ძალიან მარტივად რომ განგვიმარტოთ. აი გეტყვით ახლა რაშიც არის საქმე, მაშინ ცოტა წინ გადავიწიოთ ექსკურსია გავაკეთოთ. იმიტომ რომ Facebook-შიც ვნახე მე რაღაც ისეთი გამოხდომები, რომელიც სრულ უვიცობას წარმოაჩენს. სწორედ Facebook-ის გამო გადავწყვიტეთ დღეს კიდევ ერთხელ მიუბრუნებოდით ამ თემას, რომელიც გასულ კვირას გავაკეთეთ თავად ლევან ვასაძის მონაწილეობით. ალბათ. საქმე იმაშია, რომ არსებობს ქვეყნები, სადაც მონარქია არსებობს. დიახ. არსებობს ქვეყნები, სადაც მონარქია არ არის, მაგრამ არსებობს მონარქიული დინასტიები, შენარჩუნებული. ამას საერთაშორისო კანონმდებლობა იცავს მათ სტატუსს. და ეს სტატუსი არის ასეთი, რომ იქ სადაც არ მართავს ტერიტორიალურად, ესე იგი მონარქი, მაგრამ დინასტია, ის უნდა იწოდებოდეს მის სამეფოდ უმაღლესობად და არა უდიდებულესობად, იმიტომ რომ უდიდებულესობად მონარქი იწოდება. ხო, ესე იგი მის სამეფო უმაღლესობად, მას აქვს უფლება სამშობლოსა და სამეფო სახლისათვის დააჯილდოოს მისი თანამოქალაქეები და უცხოელი მოქალაქეებიც. ასევე მიანიჭოს წოდება. ამას ვერავინ ვერ ჩამოართმევს, მას ეს მისი პრეროგატივაა და მას ეს უფლებები აქვს. რა წყობაც არ უნდა იყოს საქართველოში. ამას მნიშვნელობა არ აქვს. ახლა ჩვენ უნდა ასე ვთქვათ, რომ ორდენის წევრი ეს იმას ნიშნავს, რასაკვირველია, რომ იგი სულიერად მონარქისტიც არის, რასაკვირველია და იღწვის სამეფო სახლისა და ქვეყნის წარმატებისთვის. აქ თავარი არის ის, რომ ჩვენ უნდა გავყოთ ახლა როგორმე გავმიჯნოთ კონსტიტუციური მონარქიის საკითხი დინასტიის კულტურული მემკვიდრეობად აღიარების საკითხიდან. იმიტომ რომ დღეს ჩვენ და ქართველი ერი კი არის იმის ღირსი, რომ იცოდეს ვინ არის მისი სამეფო დინასტიის 1300 წლოვანი დინასტია, რომელიც მოდის და არ შეწყვეტილა. ხო, ვინ არის მისი ტახტის მემკვიდრე. მე მგონი ამის უფლება ერს არ უნდა წავართვათ. ამას შემდგომ მოყვება ის, რომ სამეფო ოჯახი ხდება ცნობილი. მთავრობის მიერ აღიარებული. რა დონეზე? აი იმ დონეზე, რომ მთავრობაში რო ჩამოვა, აი მაგალითად ასეთ შემთხვევაში იყო, რომ ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარე ჩამოვიდა ჩვენს პარლამენტში, ახლო 2007 წელი. და იკითხა, რომ შეხვედრა მინდა ბატონიშვილ ნუგზატთან. სამეფო სახლის მეთაურთან. დიახ. უთხრეს ასეთი კაცი აქ არ ცხოვრობს საქართველოში. აი ამაზე მაქვს საუბარი. ახლა თუ სტუმრად მთავრობასთან ჩამოვა რომელიმე ქვეყნის მონარქი, ალბათ აუცილებელიც არის, რომ მონარქთან შეხვედრა საქართველოს მონარქთან ერთად მოხდეს და თუ სადმე ოპერის თეატრში ერთმანეთის გვერდზე დასხდებიან, მეტი სხვა. ანუ ბატონო კახა, თქვენ ფიქრობთ, რომ მას დატვირთვა უნდა კონდეს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილე უნდა იყოს? მე ვერ ვიტყოდი. სამეფო ოჯახი, აი თუნდაც ამ საგარეო საერთაშორისო ურთიერთობებს. მაგას უკვე კონსტიტუციური მონარქიის საკითხებში შევიჭერით უკვე. კი ბატონო. მე მინდა ვთქვა, რომ აი ეს კულტურული მემკვიდრეობა მარტო არ არის ძეგლები ჩვენი და ტაძრები და ნანგრევები და მისი მოვლაპატრონობა. ეს დინასტიაც მოსავლელია და ასაღიარებელი და ფიქრობ, რომ როგორც კულტურული მემკვიდრეობა უნდა იყოს აღიარებული მთავრობის, ეკლესიისა და ერის მიერ. დიდი მადლობა. შემდეგ შეკითხვას. ძანე თუ გნება დაასრულეთ და შემდეგ შეკითხვას დავსვამ მე სტუდიაში. მე ესე წარმომიდგენია, რომ თქვათ და ჩვენ გვინდა რომ ახალ პრეზიდენტს შევხვდეთ ამასთან დაკავშირებით, რატომ არ უნდა იყოს თქვათ საქართველოს ისტორიის მუზეუმში თქვათ ერთი კედელი დათმობილი ბაგრატონთა დინასტიას თავის გენეალოგიით და ასე, ხო?
ხო ტურისტები გაეცნობიან თუ ჩვენი ქართველი ბავშვები უნდა იცოდეთ ჩვენმა ახალგაზრდობამ რომ 1300-ლოვანი დინასტია რომ ყავს ჩვენ ეს ყველაზე დიდი დინასტიაა ჩვენ ალბათ შესაძლებელი იაპონურ დინასტიასაც კი გაუსწროთ თუ ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ იმაზე რომ ფარნავაზიანთა შტოცსაც იერთებენ ბაგრატიონები მე-9 საუკუნეში. კი ბატონო, რამდენად დაც ეს თემა არის ძალიან საინტერესო სასაუბროთ, იმდენად არაერთგვაროვანი არის დამოკიდებულებები. ნათიას მინდა დაუსვა შემდეგი შეკითხვა. თქვენთან წინა გადაცემაში არაერთგვაროვანი იყო 80-20%-ზე იყო. არა, მე ინტერაქტივზე არ ვსაუბრობ, იგივე სოციალური ქსელებიდან გამომდინარე, რომელიც დღეს კიდევ ერთხელ ვიტყვი, ამ თემამ, ამ თემის განხილვამ გადაფარა. კი ბატონო, გადაფარა მართლა ყველა სხვა თემა დღეს აი ამ განხილვებში. ნათიას მინდა დაუსვა კითხვა, როდესაც გაჩნდა ეს იდეა და პლუს დღევანდელი ახალი ინფორმაცია იგივე რაინდად კურთხევის შესახებ, რაღაც ნაწილმა საზოგადოების ეს მიიღო ძალიან ირონიულად. როგორ ფიქრობთ, რატომ? ჩემი აზრით საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ირონიულად განწყობილი ამ თემისადმი. თუმცა ეხლა თქვენ რაც ბრძანეთ, რომ რაღაც აქვს მოქალაქეების გარკვეულ კატეგორიას, რომლებიც თავს მიიჩნევენ დიდგვაროვანთა შთამომავლებად, რაღაც აფილირება აქვთ სამეფო სისხლთან და ასე შემდეგ, ბაგრატოვანებთან. მოქალაქეთა ამ ნაწილს აქვს რაღაც გარკვეული სურვილი, რომ რაღაც მეტი იცოდეს საზოგადოებამ ბაგრატოვნების შესახებ, თქვათ, მუზეუმში დაეთმოს ადგილი და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, თქვათ, რაღაც უფრო ესეთი უფრო მნიშვნელოვანი ადგილი ქონდეთ, ვიდრე თქვათ აქამდე. ამაში არაფერი არალეგიტიმური ცუდი რაღაც საზოგადოებისთვის აქ ქვეყნის განვითარების საზიანო არაფერი ამაში არ არის. მაგრამ თავისთავად რაღაც ფორმები, რაღაც პროცესი, რომელიც მონარქიის იდეის გაჩენას საზოგადოებაში თან ახლავს, ჩემი აზრით ცოტა ესეთი ჩემი აზრითაც ცოტა კომიკურია, ცოტა გაზვიადებულია. მე ვფიქრობ, უფრო გაზვიადებულია დამოკიდებულება ამ საკითხებისადმი, თორე თავისთავად ახლა ეს ადამიანები რომ იკრიბებიან და რაღაც თქვა ცერემონიას მართავენ რაღაცებს რაღაც რაინდის ორდენს ანიჭებენ და ამაში არაფერი ცუდი არ არის, ღმერთი ჩემო, კი ბატონო, გააკეთონ ის რაც სურთ. მაგრამ მე შემდეგ ამაზე რაღაცა თქვა მოლოდინების აგება რომ აუცილებლად თქვა ეს რაღაც მოახდენს გავლენას რაღაც ქვეყანაში რაღაც პროცესებზე რაღაცა ვთქვათ მნიშვნელოვანი რაღაცა ჩანასახია და ასე შემდეგ, ჩემი აზრით ეს ცოტა გადაჭარბებულია. შესაბამისად ირონიაც ახლა აქედან არის გამომდინარე, რომ ვთქვათ ხდება ამ საკითხის ესეთი გაბერვა. ხო, ну რაღაცა ვთქვათ გაბერვა ხდება ისეთი საკითხის, რომელიც ანუ და იგივე ვთქვათ ლევან ვასაძე თავის ვთქვათ. ბატონო? ლევან ვასაძის პიროვნებას, ჩემი აზრით, ახლა თავის ღირებულებებით თავის თავს როგორც წარმოაჩენს, როგორც ჩანს ის ჩემი ხედვით ყოველ შემთხვევაში და საზოგადოების იმ ნაწილის, რომელსაც თქვენ დღეს Facebook-ზე ადევნებდით თვალს, თავისთავად ახლა პრინციპში ცოტა კომიკურია და რატომ ეს კომიკური ნათია თუ შეგიძლიათ? ვიცით რა, ჩემი აზრით ეს არის რაღაც ისეთი რაღაც ფსევდონაციონალისტური და რაღაც ფსევდოპატრიოტული იდეებით დახუძლული ადამიანი, რომელსაც რაღაც გარკვეული მიზნები აქვს ჩემი აზრით. მისი ღირებულებებს მე ძალიან ეჭვის თვალით ვუყურებ. არ ვიცი ხა რამდენად მოსალოდნელია რომ მას ჰქონდეს სერიოზული გავლენა რა საზოგადოებრივ ან პოლიტიკურ ცხოვრებაზე მომავალში. მაგრამ ოთხში მას აქვს რაღაც თქვა კავშირები ეკლესიასთან, ეკლესია არის ძალიან ავტორიტეტული და ნდობადი ინსტიტუტი. აქედან გამომდინარე არის შეიძლება თქვა იმ საზოგადოების იმ ნაწილშიც რომელიც ირონიით არის განწყობილი, არის შეიძლება გარკვეული ერთგვარი შიშიც რომ მე ვიტყოდი რომ საზოგადოების ლიბერალური ნაწილი, რომელსაც მიაჩნია რომ ქვეყანა უნდა განვითარდეს დასავლური დემოკრატიის მოდელით, სწორედ ეს საზოგადოების ეს ნაწილია, მე ვიმეშნე რომ ეს არის საზოგადოების დიდი ნაწილი. ყველა გამოკითხვებით, ჩემი აღქმითაც, სწორედ ესენი არიან ირონიით და შესაძლოა რომ გარკვეული პატარა შიშითაც განწყობილი ლევან ვასაძის ფიგურისადმი, რომ მან არ მიიღოს ასე ვთქვათ, თუნდაც ეკლესიის მხრიდან ისეთი მხარდაჭერა, რომელიც ამ ჩვენ სწორედ ქვეყნის რაღაც ვთქვათ ლიბერალური დიდ განვითარებაში რაღაც კი ბატონო, ოდნავ მოგვიანები თუ შეიძლება მე დაგისვათ მაშინ ასეთ შეკითხვას, რატომ არის იგივე ლევან ვასაძის ფიგურა საშიში ლიბერალური არა, მე არ ვუბრალოდ საშიშია, მე არ არა, შიში ახსენეთ არ არის საშიში, მაგრამ რაღაც გარკვეული პატარა რაღაც ეს შეკითხვის ნიშნები ჩნდება, არაფერი ამაში დასამალი არ არის, რომ ლევან ვასაძე ხوار გახდება ვთქვათ ისეთი იმდენად მნიშვნელოვანი ფიგურა ხوار მოვა პოლიტიკაში და ხوار შეძლებს ის ვთქვათ გავლენების მოხდენას. ხო ძალიან კარგად ვიცი ლევან ვასაძე შორს არის ლიბერალური იდეებისგან
ლევან ვასაძეს სურს საქართველოს თქვა იგივე რუსეთთან დაახლოება. ესეთი ადამიანი თუ თქვა ეკლესიის მხარდაჭერით თქვა პოლიტიკაში ჩაერთვება, ეს მნიშვნელოვნად შეცვლის პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, ლანდშაფტს. შორს არის ბულეტი. დიახ, მაგრამ ლევან ვასაძე ჩაერთვება, მე მგონი რომ არის პრეზიდენტის, ახლანდარჩეული პრეზიდენტის მეგობარი, მე ვფიქრობ, მაინც არ არის ეს ჩართული პოლიტიკაში. ყველას აქვს პოლიტიკაში ჩართვის უფლება, მეთქე ჩემო, ფაშისტებსაც, ფაშისტური პარტია რო გაჩნდეს, ქართული კანონმდებლობა მას არ შეზღუდავს, მე იმაჩნია, რომ ეს არის თავისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებს აქვს პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება, მაგრამ შიშების და რაღაც თქვა მოლოდინები, თქვა რაღაცა არასასურველი სცენარით ვითარების რაღაც მოვლენების განვითარების დაკავშირებულია სწორედ ამ ადამიანის ღირებულებებთან და იმასთან, რომ მას ზურგს უმაგრებს ეკლესია. დიდი მადლობა ბატონს, იმას ეღიმებოდა ჩვენი საუბრისთვის და რატომ? იმიტომ რომ საერთოდ ეგრეთ ჩემთვის ახლა რაც შეხლა საუბარი შეეხო აი მონარქია და რუსული პროექტი თუ იყო სასაცილოა, იმიტომ რომ ელემენტარულად არანაირი კავშირი ამასთან რომ რუსეთს აწყობდეს საქართველოს კონსტიტუციური მონარქიის აწყობა და ეს მanga შეადგენს რაღაც პოლიტიკურ მიზნებს, ეს სასაცილოა. მე ეს არ ვიტყვი. ხო, მე არ მომბოლ თქვენ ეს თქვით და თქვენ უბრალოდ მე უფრო ზოგი აზრი რაც რჩება რომ აიგივებენ ამას, უსუდა საბუზოს მოკლებულია, იმიტომ რომ ის ლეგიტიმიზმი რაც აღდგებას მონარქიასთან და საქართველოში არ მგონია რუსეთის ინტერესებში რამდენიმე ფორმით შედიოდეს. შესაბამისად თავად მონარქიის თემა რუსეთისთვის საკმაოდ ძიმე თემაა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ რუსეთში 1705 წლიდან დიახ. პატრიარქი არ ყოლია რუსეთს. რუსეთის იმპერატორი იყო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეტაური. რაც იყო 1917 წლამდე, ვიდრე ნიკოლოზის მოვლენა. ამიტომ შესაბამისად უკვე მონარქიის ტახტის აღდგენა იწვევს პატრიარქის ტახტის გაუქმებას. როგორ ფიქრობთ ახლა ამ პროცესში როგორ მიიღებს რუსეთი? თუმცა ჩვენ საკითხები გვაქვს დაუშვათ იგივე პუტინის ინტერვიუს, სადაც იგი საუბრობდა, რომ დადგა დრო რუსეთში მონარქიის აღდგენაზე. ეს ისე გამახსენდა რუსეთისთვის არ არის ჩამჩეულებრივ ჩემი რა თქვა ხა მარია რომ ვლადიმიროვნა კირილეს ქალიშვილი და გიორგი საკმაოდ აღიარებულები არიან, ყოველ შემთხვევაში თავისი ესეთი სირთულეები არ ქონია სახელმწიფოში, როგორც ახლა ჩვენ სამეფო ოჯახში უქნეს გადაქორწინების მერე რა აბსოლუტურად თავისი გუნდი ყავს, თავისი ადმინისტრაცია, თავისი მუშაობენ ჩაულებრივად არის და ხვდებიან ხალხს. აღერო რაც ილაპარაკა ბატონმა კახამ ანალოგიური. კი ბატონო, ძალიან საინტერესო იყო თავისთავად ეს იდეა. მოდით დავუსვავთ სხვა სტუმრებსაც ამ შეკითხვას. როდესაც პირველად უფლისწულის ნაცლობა იყო სვეტიცხოველში, სწორედ იმ დღიდან დაიწყო ამ თემამ გააქტიურება. იგივე ლევან ვასაძე, რომელიც არაერთხელ იქნა ნახსენები დღეს ჩვენს გადაცემაში, იყო პირველი, ვინც გაახმოვანა, რომ საქართველოში დადგა ის დრო, როდესაც შეგვიძლია დავიწყოთ ფიქრი კონსტიტუციური მონარქიის აღდგენაზე. როგორი არის თქვენი პოზიცია ნიკა ქაუტონანული და შემდეგ მაიას მინდა დაუსვა იგივე კითხვა. დღეს თქვენი პოზიცია ცნობილია, კი. ფიქრი, კი, რასაკვირველია, იმიტომ რომ არ ჩამოდის მთავარი თემებიდან ეს საკითხი, იმიტომ რომ შესაძლებელი არის ძალიან მოულოდნელი იყოს საზოგადოებისთვის, შესაძლებელი არის ძალიან ახალი, ბევრი ადამიანისთვის ძალიან ბევრი კითხვა არსებობს და მე დღეს იმასაც მეკითხებოდნენ მაგალითად იმავე Facebook-ზე, რომ რატო ამ თემის ესეთი რეკლამირება, მაგრამ ინტერესის თემა ეს არის. ეს გენეტიკურად მე დავიჭდი მაგალითად ვიფიქრე რამე ხო არ არის გადასაფარი მეთქი. ისე ხელოვნურად მომეჩვენა დღეს. მართლა? არა, ჩვენ არ მოგწონებია რამე ხო არ ხდება ქვეყანაში რაც გადასაფარია. არაფერს არ ვფარავთ, უბრალოდ ლევან ვასაძისთვის რაინდის ტიტულის მინიჭებამ და იმ ფოტოებმა, რომელიც ნახეთ, მთელი ცერემონიალი რაც იყო იქ გამართული, ამან დაბადა ეს იდეა დღევანდელი გადაცემა. რაც შეეხება აუცილებლად თუ მინიჭ. როგორც რაინდის ტიტულის მას ცოტა სხვა ფორმაა. საერთოდ ორდენთა, საერო ორდენთა არსებობის ისტორია სხვა რამეს მოიცავს, ჩემ მოგარგებოდა. ამიტომ ხშირ შემთხვევაში ჩდება ხოლმე კითხვა, ეს იგივდება სახელმწიფო ჯილდოსთან და ნუ ჩვენ 70 წლიანმა კომუნისტურმა მმართველობამ ნატოფას ორდენი და ჯილდო გაეგივა და ყველა ჯილდო გონიეს. ეს სხვადასხვა რამეა. ორდენი სხვა სისტემაა, ჯილდო სახელმწიფო სხვა სისტემებია. რომელი უფრო მეტი პატივია ბატონო? გეტყვით ახლა როგორი მომენტია, მან როგორი საერთოდ საერო ორდენები
უსწრებს ამას სასულიერო ორდენობის არსებობას, სადაც 1121-დან მოდიან უკვე. ჩვენს რეალობაში გადმოვიდეთ. ჩვენ რეალობაში გეტყვით ახლა, ჩვენ რეალობაში ასე ვთქვათ, ვერ გადმოვალთ, ესე უცებ. არა, როგორ ვერ გადმოვალთ, ნახეთ ფოტოკოლაჟი. არა, გეტყვით, ჩემო, მაშინ თუ პატარა ექს მოკლე ბუდიში ბატონო ჩემო, რომ გადმოვიდეთ ინგა, მე ბატონ კახასთან მაგ ერთი შეკითხვა. კი ბატონო. როგორც ისტორიკოსი გითხავს თუ შეიძლება ნიკა დიდი ბოდიში. უბრალოდ სპეციალურად წამოვიღეთ თქვენთანაც იყო კოლაში. აი ეს კურთხევის წესი. რა ისტორიულ დოკუმენტებზე დაყრდნობით აიღეთ და აი რა დოკუმენტებზე დაყრდნობით იქნა აი ეს კურთხევის წესი შემოღებული, ეს მაინტერესებს თქვენთან ისტორიკოსია დღეს თქვენი საქმე. ბოდიში მაია ბატონო როგორც იცი არის კანცლერი და მისგან მაინტერესებს რომ ის უფრო ჩახედული კი ბატონო, გეტყვით იმას საქართველოში ორდენები არ არსებობდა სამეფო პერიოდში. ნუ უნდა ითქვას, რომ გიორგი მე-12-ის ვაჟმა მოამზადა ევროპული ორდენების, ასე ვთქვათ, პროექტი და წარუდგინა მამამისის მეფე გიორგი მე-12-ს, რომელმაც მოიწონა, მაგრამ არ დასცალდათ მისი გამოშვება. იქ იყო ქეთევან წამებულის, წმინდა გიორგის ორდენი, დავით აღმაშენებლის კითხულობ ბატონო კახა ძალიან უცნაური თქვენ დამისვით არა ასლიანი ისტორია მაკურთხევას და როგორ მოგიყვეთ 900 წელი არსებობს ეგეთი ეგ არ არსებობს ეს ევროპული სოფლიოში აღიარებული ეგა და ბუნებრივი თემა რომ ძალიან საინტერესოა ჩამოუღრმავდეთ კი ბატონო ამიტომ ქალბატონო რა გითხარით კახას და მე ქალბატონო მე გითხარით რომ ისტორიულად ასეთი რამ არ არსებობდა საქართველოში ვერც მოესწრო იმ ბოლო პერიოდში როდესაც ერეკლე მეორე ადგა ეს იყო ძალიან საინტერესო და Facebook-ზე სხვათა შორის ევროპულია ევროპულია კიდევ უკეთეს გეტყვით თვითონ თუ მაინც და მაინც თქვენ ხო ბაგრატიონები და მისდევთ ქართულ ტრადიციებს ხო არის ვთქვათ ესეთი ფუსტების ორდენი იყო ასეთი თქვენ გეცოდინებათ ბატონო ხედავ რომ ბევრი იცით ამ საკითხში და იმას ჰქონდა ესეთი რაღაცა ესეთი ტრადიცია რომ რაინდ სხვა რამე იყო და თუ შეიძლება რაინდად კურთხევის რაინდად რომ უნდა ეკურთხებინათ ადამიანი იმას ჩაკეტავდნენ წინა დღეს წინაღამის ეკლესიაში ამის მერე ამ ადამიანს ხმალი იმის სიმბოლოდ რომ ის თავის სამშობლოს ემსახურებოდა ედო საკურთხეველზე და მერე ეპისკოპოსი ამ ხმალს შემოარტყამდა და ეს რაღაცა თუ ბაიძ ტრადიციებზე გვაქვს ასეთი სურვილი თქვენ როგორ მიიღეთ მაია აი ეს ცერემონია მაინტერესებს ეხლა გულწრფელად რომ გითხრათ ამ შემთხვევაში ეხლა მე რაც დავინახე აქ არის საზოგადოების ორი რადიკალურად განწყობილი ფრთა ასე ვთქვათ ერთი ბატონი კახას სახით და მეორე ქალბატონი ნათიას სახით ანუ ფრთა რომელიც ერთი მიიჩნევს რომ ეს არის ის ტრადიცია რომელიც უნდა აღდგეს თუმცა ერთ ნაწილში ბატონ კახას იმ ნაწილში რომ ეს კულტურული მემკვიდრეობაა და ჩვენ მართლა საამაყო გვაქვს ამითი ამაში ერთპიროვნულად ვეთანხმები მაგრამ რაც შეეხება უკვე კონსტიტუციურ მონარქიას ამ შემთხვევაში ქალბატონ ნათიას დავეთანხმები იმაში რომ ეს ცოტა ირონიას იწვევს იმიტომ რომ ჯერ 21 საუკუნეში 300 წლოვანი ტრადიციის წყვეტის შემთხვევაში როდესაც შენ ხელოვნურად ფიქრობ რომ საზოგადოებას თავზე შემოახვიო ასე ვთქვათ უკაცრავად დავამთავრებ ჩემას ბატონო ჩემო და მე განვაგრძოთ დებატებით უკეთებას აი ეს მიმაჩნია მე ცოტა ამიტომ მიმაჩნია რომ ცოტა კი ბატონო გიპასუხებთ ალბათ ბატონი კახა და შემდეგ კითხვა ნიკასთან და ნანულის ხელოვნურად თავზე მოხვევას დიახ ბატონო სამეფო სახლს არასდროს განუცხადებია რომ დღესვე კონსტიტუციური მონარქია იყოს შემოღებული ამაზე იფიქრეთო და ვიფიქროთ ეს სხვა თემაა მეორეც ყველა ქვეყნები ევროპისა საიდანაც ჩვენ მივისწრაფით შვედეთი დანია ჰოლანდია ინგლისი ეს წარმატებული ქვეყნებია მე ვფიქრობ როგორც კანცლერი რომ ამას სჭირდება მეცნიერულად შესწავლა რატომ არის ეს ქვეყნები ასეთი წარმატებულები და სტაბილურები იმიტომ რომ კონსტიტუციური მონარქია აქვთ თუ პირიქით ჯერ წარმატებული ქვეყნები გახდნენ და ფუფუნების საგანია რომ მათ ყავთ თუმცა ესპანეთიც მონარქია და არც ისე წარმატებული ეკონომიკურად თუ ანესი ამისე მაგრამ ყოველივე ამას სჭირდება დასაბუთება
ორივე მხარემ უნდა დაასაბუთოს. ანუ იდეა გაჩნდა და ამ იდეაზე მიდის მუშაობა. თავისთავად ის რომ აი ასეთი ტიპის ორდენების გადაცემა ხდება ადამიანებისთვის რაღაც წვლილი, როგორც თქვენ ბრძანებთ, ვისაც აქვს შეტანილი ქვეყანაში რაღაც სხვადასხვა მიმართულებით, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ძალიან ცოცხალია ეს ორგანიზმი და იდეა ნელ-ნელა ისხამს ფრთებს, ხო? ცოცხალი თუ არ იქნა, მოკვდება და ჩაკვდება ეს იდეა. კი, არა, მე ამას ვამბობ, ბატონო კახარო, ანუ იდეა უკვე აქვს. კულტურულ მემკვიდრეობაც კი. თუ ხელოვნურ გაცოცხლება რატომ მიგაჩნიათ? მოდი, თუ შეიძლება, ოდნავ მოგვიანებით დავსვამ აი ამ კითხვას თქვენ რა ამბობთ, რომ ხელოვნურად. ალბათ დინასტია ხო მეთანხმები. არა, ზოგადად დინასტია არსებობს, ეხლა იმაზე მე ვერ ჩაუღრმავდები, ესენი ვინ კონკრეტულად ვინ უნდა იყოს მეფე, ამაზე ალბათ თქვენ ისაუბრებთ. უკანასკნელი მეფის შთამომავალი წესები დაახლოებით გეცოდინება და ისტორიკოსი ბრძანდება. დიახ, ბატონო, ჩამო. ვისთან მიდის სამეფო ღირსება, ვინც ეს არის თვითონ ბოლო ერთმანეთით როგორც ვიცი, ცოტა იყო რაღაცა სენიორ ხაზე პრემოგენტი კარგი, ამაზე არ ვილაპარ, მოდით მე გავსვამ ხავარია ჩვენ აი ხა წინა გადაცემაში ვიღებდი მონაწილეობას და კი დავსვე ეს საკითხი, რომ გამიჯნეთ ახლა ეს ორი თემა. კულტურული მემკვიდრეობის აღიარება რესპუბლიკელების დამეთანხმენ ასეთ ისე კულტურული მემკვიდრეობის საკითხებში კი მოდით გადმოვიტანოთ ეხლა 21 საუკუნის საქართველოსთვის რომ ბატონიშვილი ნუგზარს უნდა ცნობდეს ერი რომ გამოდის და ავტობუსში ჯდება და მიდის სტუდენტებთან ლექციის დასაკითხად იცოდეს რომ ეს მისი ტახტის მემკვიდრე კი ბატონო. ეს არის კულტურული. კი ბატონო, ნიკა. ბოდიში აი, კარგი, ერთსაც მოგცემ შანს და შემდეგ ესე იგი უნდა მივცეს სიტყვა. ტახტის მემკვიდრის ფორმულირებით თუ ბაგრატიონი, ბატონი ნუგზარ ბაგრატიონი, რომელიც არის ჩვენი მეფეების შთამომავალი. ამ ორ შორის ხო არის ცოტა განსხვავება, ასე ვთქვათ, 21 საუკუნეში. აი ეს მაინც. ბოდიში ეხლა ძალიან დიდი დოზი არიან 165-მდე ბაგრატიონი. 165. თქვენ ხა ისტორიკოსი ბრძანდებით და ალბათ მეტყვით რომ ყველა ტახტის მემკვიდრე ვერ იქნება. ამას არეგულირებს კანონმდებლობა დინასტიის შესახებ. არა? ლეგიტიმაცია როგორც ხდება, ერთ-ერთი უნდა იყოს ამათ შორის. კარგით, მოდით ნიკას დაუსვავ კითხვას. არჩევა გამორიცხულია სამეფო მემკვიდრეთ ხო? ანუ თქვენ არ აღიარებთ მაია ტახტის მემკვიდრეთ ძალიან პომპეზურიც არის. კარგი, აი სწორედ იმ ნაცვლობის რითი შევცვალოთ ხალხს რომ გული არ გაუსკდეს, რითი შევცვალოთ? კარგი, მოდით ნიკას ვკითხავ, რომ არ გაუსკდეს ხალხს გული და ქალბატონი ნანული რას იტყვის. მე კიდევ ერთხელ გაუსვამებ ხას რომ დღეს პოლიტიკოსები არ მოვიყვანეთ სპეციალურად ამ გადაცემაში. ნიკა, დაიბადა იდეა, გაახმოვანა ეს იდეა ლევან ვასაძემ სვეტიცხოვლის ეზოში და იმ დღიდან აქტუალურია ეს თემა სულ 2 კვირა უკვე გავიდა. ინგა, პირველ რიგში მოგესალმებით ძვირფას ტელემაყურებლებო, მადლობა რომ დამიძახეთ. ერთი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგალითად ჩვენ სულ ყველა ამაზე წერთ Facebook-ზე, რახან წერ ხომ გაინტერესებს ესე იგი? გაინტერესებს, მაგრამ არ ვიცი, არც მე და დარწმუნებული ვარ უმეტესობამ ჩვენი საზოგადოებისა, რაზე ვსაუბრობთ. რა კუთხით იქნება ეს მოწოდებული? მეფე, ხო, ვსაუბრობთ, ვინ იქნება მეფე? ვთქვათ, იქნება უფლისწული, რომელიც მოინათლა, ხო? ვინ აღზრდის, რა ფუნქცია ექნება მას? ვინ შეინახავს? ის იქნება ჩვენი გადასახადების ხარჯზე და სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მისი არსებობა და მისი ეს ძალიან ძვირი ჯდება, მოგეხსენებათ ალბათ და უამრავი თანხებთან. აი თუმცა მე არ მეგონი და რა ვიცი ხა. დიახ, არა იცის. ბიუჯეტი არაფერს შეა, სახელმწიფო ბიუჯეტი ამათ არაფერ კავშირში არა ამ ეტაპზე. ნუ ეს ძალიან კარგია. სამეფო ფონდი ვისი დაფინანსებით? სამეფო ფონდი და ფონდში შემოწირულებებია. ანუ ვისი შემოწირო ქველმოქმედები? ნებაყოფლობითი სოფლიოს მონარქისტული საზოგადოებები. კი ბატონო, მე არ ვიცოდი, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს იქნება ნებაყოფლობითი და ეს ერთ-ერთი თქვენ დღეს გაიგეთ. მე 4 წელიწადია ამას წერ საიტებზე ყველგან გვიდეს. კი ბატონო, მაგრამ იდეა თქვენი გადაცემის გამო გაჟღერდა ეს ყველაფერი. არა, ჩემი გადაცემის გამო არა, ჩემი გადაცემა დაიგეგმა წინა კვირას, იმიტომ რომ ლევან ვასაძემ გააჟღერა კონსტიტუციური მონარქიის იდეა. ლევან ვასაძე არ არის ისე უბრალოდ რიგითი მოქალაქე, ძალიან ბევრი
ძალიან საინტერესო ამბავი ამ ადამიანთან ბოლო პერიოდში არის დაკავშირებული და არის კი ბატონო და სწორედ ამიტომ ანუ ეს ჩემი გადაცემიდან კი არ მოხდა, ჩემი გადაცემა იყო იმისი ასახვა, რაც მოხდა სვეტიცხოველში. ძალიან საჭირო, აი ჩემნაირი ვინც არის, გაიგო, რომ საიდან დაფინანსდება თქვა ეს ოჯახი. ასე ინგა მე ძალიან მნიშვნელოვანი თავადაზნაურობას კიდე მიწები არ დაურიგდება და არ თორე დაურიგდება. თელი წულუკიძეების იყო თელი რაჭა და ნახევარი იმერეთი და დავდები პირველი რიგში. არა, ეს ნუ ხუმრობით რასაკვირველია. ასე ნებაყოფლობით დაგადაცე სახელმწიფოს, როცა შეიკრიბა 1909-ში. რასაკვირველია. გადაეცა საქართველოს ბიუჯეტთან უზარმაზარი ქონება თავდაზნაურთა საკრებულო რომ წარსებოდა დასავლეთ აღმოსავლეთ საქართველოსი, როცა იყო დამფუძნებელი კრება საქართველოს თავდაზნაურმა თავის ქონება ყველაფერი გადაეცა. ანუ ეხა უკან დაბრუნებაზე არ იქნება კონსტიტუციური მონარქიის პირობებში. გისმენთ ნიკა განაცხადი. მაგაზე დამშვიდით საზოგადოება. საბჭოთა საქართველოს არა. დემოკრატიული. დიახ, გისმენთ. თუ შეიძლება ნიკას მოусმინოთ ბატონო. ჩემთვის ძალიან ბევრი რაღაც არის საინტერესო როგორც ადამიანისთვის რომ რაღაცები ვიცოდე, ხო? აქვე ძალიან მნიშვნელოვანია რა უფლება მოსილება ექნება მეფეს. როგორ ჩაირევა ის სახელმწიფო მართვის პროცესებში. მაგას კონსტიტუცია გადაწყვეტა, რომ ჩემო, ეხლა როგორ გადაწყვეტა იგი? თქვენ ეს არა, იდეაზეა აქ ლაპარაკი. 20 წელი. მე მგონია რეფერენდუმი თუ მიიღო ერმა კონსტიტუციური მონარქია და შეიქმნა საკონსტიტუციო სასამართლო შემოჭრა ეს საკითხი დღეს ვარ ეხლა როგორ გადაწყვეტა კონსტიტუციაზე რა შეიქმნა საკონსტიტუციო უკაცრავად ერთმანეთს თუ შეიძლება მოსვლა. დიახ. მე ვთქვი თავშივე რომ გავმიჯნოთ ეს საკითხები, იმიტომ რომ ეს დროში და სივრცეში კონსტიტუციური მონარქიის საკითხი რთულია და შორი გეგმა, თუმცა ამაზე ფიქრი რასაკვირველია დღესო შეიძლება და მეცნიერული დასაბუთება ჩვენ ერს წაადგება თუ არ წაადგება და თუ ხალხი გადაწყვეტავს და ერი გადაწყვეტავს რომ ჩვენ კონსტიტუციური მონარქია არ გვინდა, ხო? ესეც ძალიან მემკვიდრეობა ხო შენ არ კულტურული მემკვიდრეობა ხო შენ გადარჩენილი გესა აბსოლუტურად გეთანხმებით თუ მე თანხმობით მაშინ წავალ რასაკვირველია რომ ეს ქართველებისთვის მართლა როგორი საამაყო რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დინასტია ქონდა ჩვენ ბაგრატოვანთა დინასტია რასაკვირველია მუზეუმში კი არა ერთი კედელი კი არა ყველგან სკოლაში ქუჩაში ყველგან უნდა ისწავლებოდეს და ჩვენ ვამაყობდეთ ამით მაგრამ და არ ვიცოდით აი ხა რა კი მიპასუხეთ ეს ძალიან გამეხარდა თუ ჩვენ მოგცემენ იმის უფლებას რომ ეს იყოს ლამაზი ტრადიცია და სადაც იქნება რაღაცა სამეფო ოჯახი ამას მე ჩემი ხელფასიდან არ გადავიხდი და იქნება ვიღაცას რაინდათ აღურთხებენ და ვიღაცას მისცემენ პრემიას და ჯილდოს რასაკვირველია ეს ლამაზი ტრადიცია და მე ამას მივესალმები მაგრამ თუ 20 წლის მერე მეფე მეტყვის რომ მე უნდა ვმართო მთელი საქართველოს და არავითარი არჩევნები და არაფერი ეს ადრე ამაზე საუბარი უბრალოდ მე რა კი დღეს მომიწია ამაზე მე არ ამგონია რომ ვინმე რამე მათქმენოს რასაკვირველია ეს უკვე საკამათო იქნება და კი ბატონო ქალბატონ ნანულის მინდა ვკითხო თქვენი რეაქცია როგორი იყო როდესაც პირველად დაიძრა ეს თემა ძალიან მე არ ხუმრობდი არც მაშინ როცა ამ კითხვას ვსვავდი ყოველგვარი ირონიის გაშ გეტყვით რატომ იდეა თავისთავად სამეფო ოჯახის შექმნის ქორწილის ეკუთვნოდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს. სწორედ მისგან მოდიოდა იდეაც იმისი, რომ უფლისწული უნდა მის აღზრდაში უნდა იყოს ჩარეული საპატრიარქო. და როდესაც იგი გახდება სრულწლოვანი, ამაზე ვლაპარაკობთ, არ არის გამორიცხული, რომ ჩვენს ქვეყანაში რეფერენდუმზე გავიდეს დაუშვათ იგივე კონსტიტუციური მონარქიის საკითხი. ანუ მე არასოდეს არ განმიხილავს ეს თემა, ისე უბრალოდ მაყურებლის როლში, რომ რაღაცაზე გაგეღიმება ან არა. ეს არის ძალიან სერიოზული. ნდობის რეიტინგებში საპატრიარქო არის პირველ ადგილზე, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი არის პირველ ადგილზე და ყველაფერი რაც ამ სამეფო ოჯახს უკავშირდება, უკავშირდებოდა სწორედ მის ინიციატივას. ანუ თქვენთვის აი რა რეაქცია გქონდათ, როგორ მიიღეთ და უცებ როდესაც გაიჟღერა იგივე ლევან ვასაძის მხრიდან აი კონსტიტუციური მონარქიის თემა. ნუ მოგესალმებით თავიდან. ძალიან დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ. ეხლა რაშია იცით საქმე ინგა ეს ისეთი თემაა და რომ აი ხალხს აინტერესებს და ეს ფეისბუქები აჭრელებული როა მე არა ვარ ამის მომხმარებელი და არც ვიცი ეგ ამბავი, მაგრამ ეს არც იყო გასაკვირი. რატომ? არა, რატო იყო გასაკვირი? ეხლა წამოიჭრა უცებ ის თემა, რომ აი რაღაცა მეფეის ბავშვი მონათლეს ღმერთმა კარგად ამყოფოს, თუ გაუჩნდა ხალხს ინტერესი, კითხვები, შეკითხვები, ეხლა ჩემთვის მაგალითად ეს ამას უფრო ჭკვიანი და ჩემზე ჭკვიანი და მეცნიერები და ეს იქნება განხილვის საგანი, ეს იქნება
შეიკრიბება ხალხი და იქნება ამაზე მსჯელობა და რაღაცა დღეს ხვალ ხო არ ხდება, მაგრამ იგივე აი თქვათ ის ბავშვი რომ მოინათლა, ნუ აი ძალიან გამეხარდა. რაღაცა ეს თემა დაიძრა, მე ვიცნობ ძალიან ახლოს ნუგზარს, მის ოჯახს, მამამის ვიცნობდი ბატონ პეტრეს და ასე მიმართავთ ბატონო კანონმდებლობა წამოგიღეთ. დიახ, არა, მართლა მაინტერესებს, ანუ მიმართვის ფორმა უფლება არ მაქვს სხვა. მისი უმაღლესობა, დიახ. მისი უმაღლესობა. გაერთიანების წევრი. ხო, მაგრამ მე ჩემთვის ეს თემა მაგალითად ძალიან რაღაცა თქვენ სხვა სახელი დაგიძახოთ იგივეა. კარგად განვეწყვე. მე რო ატყდა ამ ლევან ვასაძეს, ეხა რატომ არ შეიძლება ის ადამიანი ლევანზე ვლაპარაკობ ამჟამად არის არაჩვეულებრივი ბიჭი, რომელმაც სულ ახალგაზრდა ბიჭმა ამდენი რამე გააკეთა, ისეთი პიროვნება, არაჩვეულებრივი გაზრდილი, ჭკვიანი, თუმცა ნათი ამბობდა, რომ რაღაც შიშის მომენტები გაჩნდა მის პიროვნებასთან. ბიზნესმენი, აი ნუ ეხლა ნათიას შევეკამათები ამ საქმეში, არავით არის შიში პირიქით, იმიტომ რომ ვიცნობ ალბათ ვიცი. ბატონ ლევანის აზრი თუ იცით ქალბატონ ნათიას? როგორ? ქალბატონ ნათიაზე თუ იცით ლევანის აზრი? ლევანის ცალი მხრიდან რატო ვლაპარაკობთ? ადამიანი აქ არ არის. არა, მან ისაუბრა იმაზე დაუშვათ რაღაც საზოგადოების იმ ნაწილზე, რომელიც გაღიზიანებული ხდება მის ამ ტიპის განცხადებებს, ამავე ეთერში ამ სტუდიიდან საუბრობდა ლევან ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებს, არაჩვეულებრივი სკოლა გააკეთა, ნუ კიდე ძალიან ბევრი ეხა აღარ მინდა ჩამოვთვალო. ანუ თქვენ კითხვის ნიშნები არ გაგჩენიათ, რატომ მას მისცეს სამეფო კარმა, რატომ მიანიჭა მას ეს ორდენი? პირიქით, სულ არ გამჩენია მე კი ბატონო და ისე უნდა დავსვა ახალი კითხვა თემასთან დაკავშირებით ძალიან დიდი როლი ითამაშა უწმინდესმა და უმეტესმა. მაგალითად, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი დამოკიდებულება და მისი აზრი. ამრიგად, აი ეს საკითხიც, რომელიც წეგან თქვენ ახსენეთ, ძალიან მნიშვნელოვანია. კი ბატონო, კითხვა მინდა დავსვა. ჩვენ ძალიან ბევრჯერ ვახსენეთ აქ ბატონი ლევანი, პრინციპში დღევანდელი გადაცემის ამოსავალი სწორედ ის ორდენი იყო, რაც მას გადაეცა. ამავე სტუდიაში მან თქვა, რომ ქართველებს აქვთ მოთხოვნილება, აი რაღაც მეფის, აი დაუშვათ ესეთი რამ იყო ამოვიწერე, ბიძინა ივანიშვილი ფსევდო მეფეაო და როგორ ფიქრობთ, ერში დღეს მართლაც არსებობს თუ არა მეფის მოთხოვნილება? მინდა რომ ასეთი კითხვა დაგისვათ, იმიტომ რომ ინტერესი უცბად გაჩნდა მომენტალურად. დავიწყოთ თქვენგან მაია, გისმენთ. მე ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ქართველებს აქვთ მეფის მოთხოვნილება, ცოტა შეიძლება სადავო იდეა, მაგრამ ნუ მეც მაქვს ჩემი იდეის გამოთქმის უფლება, ხომ? საქართველოს ისტორია განვითარდა საკმაოდ მძიმედ, ფეოდალიზმი მოულოდნელად შეაჩერა პირდაპირ და პირდაპირ გადავხტით კომუნიზმში. ანუ ქართველმა ერმა გამოტოვა ძალიან დიდი ადამიანის განვითარებისთვის და მნიშვნელოვანი ბურჟუაზიული, ასე ვთქვათ, ფორმაცია. რაც ადამიანებს აყალიბებს ინდივიდებად, დამოუკიდებელ პერსონებად, არა ბატონზე, არა მეფეზე, არა ვიღაცა თავზე ხელის გადამსმელზე მიბმულ პიროვნებებად, არამედ ინდივიდებად. და კომუნიზმმა საიტაიყვანა ზოგადად ის ნაწილი, რომელიც კომუნიზმში ცხოვრობდა, ყველას კარგად მოგვეხსენება. კი ბატონო. აქედან გამომდინარე, ის რომ ერში არის მეფის მოთხოვნილება, მე არ მეჩვენება ჩვენი ერის პლუსად დიდი ბოდიში ამ გამოთქმაზე, მაგრამ სწორად გამიღეთ. იმიტომ რომ ყველა ლიდერი, რომელსაც მირჩევთ, ეხლა მე რატო დავსვი ეს კითხვა და ალბათ იგივე ბატონი ვასაძის ამას გულისხმობდა ფსევდო მეფე, როდესაც თქვა ბიძინა ივანიშვილზე. სწორება არის ყოველთვის აი რაღაც განსაკუთრებულ ლიდერზე, რომელსაც მიყვება ერი. რომელსაც არ შეიძლება მონარქიის დროს დემოკრატიული ქვეყანა, არა? შვედეთს ბატონო ჩემო ზუსტად ის გითხარით ახლა მე შვედეთმა ყველაზე პირველებმა გაიარეს ჩრდილოელებმა ზუსტად ეს ბურჟუაზიაც იმასთან ერთად რომ მონარქიაც იყო მათში ანუ იმის თქმა მინდა ანუ თქვენ ფიქრობთ რომ მოთხოვნილება არსებობს ერში იმიტომ რომ რო არსებობს ბატონო და შიშია არა მე ამ შემთხვევაში მე ვთქვი რომ ნათიას იმ რაღაცა შიშებზე საუბარში ნამდვილად ვერ ვეთანხმები მე ამ შემთხვევაში ვამბობ რომ იმისთვის რომ
ერი უფრო ჩქარა წავიდეს წინ, მეფე კი არ არის საჭირო. ამისთვის არის საჭირო ის, რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურად აზროვნებდეს და ყველა ადამიანი ინდივიდუალურად ცხოვრობდეს. დიდი მადლობა მაია, განაგრძეთ ბატონო სიმონ და ნათიას დაუსვავ შემდეგ. დიახ ბატონო. კატასტროფულად ვერ დაგეთანხმებით თქვენს აზრების თანმიმდევრობაში. თავიდანვე ამას. შევწუხდი უკვე მაპატიეთეს და როგორ გეკადრე? როგორი მომენტია გაბატონოს სამეფო ხელისუფლება და კონსტიტუციური მონარქია არასდროს არავის არ ზღუდავს არც აზროვნებაში, არც ქმედებაში. დაუშვათ ბრიტანეთი ყველაზე ადრე გადავიდა კაპიტალიზმში, ყველაზე ადრე განავითარა წარმოება, მაგრამ დღესაც მონარქისტულია. თუმცა თავისუფლება და დიდი ქარტია რო არ მიიღო ბრიტანეთს თავის დროზე. 1400 არ მევიდოდი და არ მგონია ინგას ახლა ჩვენი ისტორიული დისკუსია აინტერესებდა. 1422 წელს მიიღეს თავისუფლების ქარტია. 1215 წელს ბატონო ჩემო. კარგი, მოდი თუ შეიძლება ნუ დაუბრუნდებით 1200 წელს, 1400 წელს დღევანდელ რეალობაზე ვიმშელოთ და იმაზე რა გეგმაც არის. გეგმა დავშეხა, აქ გეგმაზე კონკრეტულ საკითხზე რაღაც ჩამოყალიბებული გეგმით ვართ მოსულები და ხვალზე გაწერილი გვაქვს პროგრამაში, რომ დღეს ამას ვუყოთ, ხვალ იმას აკეთე და უკვე რაღაცა მოხდება, ნუ ეს არის. მაგრამ ერთი რამეს თავის და უნებურად ხდება ესეთი პროცესი, იმიტომ რომ დღეს საქართველოში რა პოლიტიკური ლანდშაფტიც არის, რა პოლიტიკური პროცესების მოწმეების გავხდით. ეს გარკვეულწილად შეგვიძლია განვიხილოთ რაღაც გარდამავალ პერიოდად. იმიტომ ჩვენ საქართველოს ისტორიაში ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება იცვლებოდა ვერტიკალი იყო ერთპიროვნებაზე აწყობილი. იყო ერთი მმართველი პრეზიდენტი, მმართველი პარტია, ის აკონტროლებდა ის პრეზიდენტი იყო აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურიც, საკანონმდებლოც მისი იყო და ნუ ამ ვერტიკალს მოყვა. იცვლებოდა პრეზიდენტი, იცვლებოდა მმართველობა, ხო? დღეს ვართ ახალ პოლიტიკურ სიფრთხეში. იმიტომ რომ გვაქვს მაქსიმუმად შეზღუდული პრეზიდენტი უფლებებით, ძლიერი პარლამენტი, გაზრდილი პრემიერი, გაზრდილი პარლამენტის უფლებები. ამიტომ ჩვენ რაღაცა სამი ხელისუფლების სამი შტოს დაბალანსებულ ვარიანტს უყურებთ, ხო? ამიტომ ჩვენ ვინარჩუნებთ ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტი არის უმაღლესი მთავარსარდალი, საგარეო პოლიტიკის განხორციელების განსაზღვრავს და ის არის ქვეყნის პირველი პირის სტატუსის მქონე ადამიანი. მას შეზღუდული აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებები და რაღაც რიგი შეზღუდები. ამიტომ ჩვენ უკვე ვეგუებით გარკვეულწილად რა არის შეზღუდული უფლებების მქონე პირველი პირი და ძლიერი აღმასრულებელი ხელისუფლება და რაღაც. ბოლო პერიოდში, ვისაც გვახსოვს, მე მგონი, ყოველთვის იყო საქართველოს არჩევნების წინ, რომ პოლარიზება ხდებოდა პოლიტიკური სპექტრის ერთი რაცოდვაში დებდა მეორე ბრალს, ან მეორეს და იყო ყოველთვის ეს რა კავშირშია ჩვენს თემასთან? ჩვენ თემასთან კავშირში მივალთ იქამდე. გეტყვით. რომ ამ არა მომიცემ არა პოლარიზდება ან დემოკრატები არიან ან რესპუბლიკელები მაგრამ მეფე არ მოუწევია არ მომიცემ ჩემო კარგო გეტყვით. პოლარიზების შემთხვევაში პოლარიზება რო ხდება ქვეყნის ოპნა არ ყოფნის საკითხი არ დგება. ეხლა ეს დგას ბატონს ყოველთვის საქართველოში იდგა რომ თუ რომელიღაცა ძალა გაემარჯვებდა იყო ვექტორი განვითარების საერთო მიემართება ჩრდილოეთისკენ თუ დასავლეთისკენ. ეხლა ესეა კონსტიტუციის მონარქიის შემთხვევაში ეს ვექტორი იცავსება მკვეთრად დასავლეთისკენ. ამიტომ ვერცერთი პოლიტიკური ძალა ვინც არ უნდა მოვიდეს სახელმწიფო ანუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში ვექტორს ვერ შემოატრიალებს. რატომ თავარი იქნება გადაწყვეტილების მიღების მონარქი? რა თქმა უნდა არც იქნება კონსტიტუციური ნორმა იქნება იმისთანა რომ ვერცერთ შემთხვევაში ლეგიტიმაციას მეფისას ვერანაირ ვერ შეცვლის. ანუ პირველი პირი უნდა გახდეს მეფე ამას ამბობ. ქვეყნის პირველი პირი იქნება. ანუ ვიფიქრიათ ბატონო თქვენ ანუ მე მარტო არ ვიფიქრია, ამაზე ვიფიქრია შვედეთს, ბელგიას, ესპანეთს. და ჩამონათვალე შემიძლია. ინგა ესპანეთში მე-19 საუკუნის განმავლობაში 7 ჯერ თუ არ მეშლება იყო სამეფო ხელისუფლების დამხობის მცდელობა. კარგი, მოდით ნათიას დაუსვავ თუ შეიძლება მე კითხვას. წიღან ვახსენე, აქვს თუ არა ჩვენ საზოგადოებას ერს მოთხოვნილება მეფის და რაღაცა პარალელის გავლების მცდელობა მქონდა, აი დაუშვათ არჩეულ ლიდერებთან დაკავშირებით, რომ ხმათა სრული უმრავლესობით რაღაცა არანორმალური პროცენტებით ყოველთვის ირჩევენ ამ ქვეყანაში ლიდერებს. ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ მართლა შესაძლებელია რაღაც მსგავსი მოთხოვნილება იყოს ერში? გამოკითხვებით, ასევე ჩემი აღქმით საზოგადოებაში მეფის მოთხოვნილება არ არის. თუ არის ძალიან სუსტი და ჩემი გაუცნობიერებელი, ატარებს რაღაც უფრო ისეთ სიმბოლურ
ნაციონალისტურ ნოსტალგიურ ხასიათს ისიც საზოგადოების არც ისე მნიშვნელოვან ნაწილში ჩემი აზრით. მე არც იმაში დაგეთანხმებით, რომ აი ძალიან ძლიერ ლიდერებზე არის მოთხოვნა, შეიძლება ითქვას, რომ ეს შეიძლება იყო, თუმცა ამ მოთხოვნილებას ყოველ ჯერზე საზოგადოება ძალიან მცირე ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა. მოგწონს თუ არ მოგწონს, საქართველოს ბოლო 20 წლის მანძილზე მაინც დემოკრატიული გზით ვითარდება, ეს არის დაუხვეწავი და ნაკლოვანებების შემცველი დემოკრატია, მაგრამ დემოკრატია მაინც ქვეყანაში ვითარდება და თუნდაც ბოლო ორმა არჩევნებმა აჩვენა, რომ არანაირ ძალიან ძლიერ ლიდერზე, ძალიან ძლიერ ხელზე რაღაცეთ აბსოლუტურ ძალაზე ქვეყანაში მოთხოვნილება არ არის, ქვეყანაში იზრდება პლურალიზმი. ძალიან ძლიერი იყო ლიდერი ბოლო ორი არჩევნების დროს ბიძინა ივანიშვილი იყო ეს ლიდერი. არა, ბიძინა ივანიშვილს არ აქვს ისეთი მხარდაჭერა, როგორც თქვა თქონდა ზვიად გამსახურდიას ან როგორც მიხეილ სააკაშვილს და ეს მე მგონი კარგია, ამაში არაფერი ცუდი არ არის. ბიძინა ივანიშვილს რეიტინგიც კი არ ქონდა ისეთი, თქვა როგორც ქონდა მიხეილ სააკაშვილს. 90-ს ცილდებოდა სააკაშვილის რეიტინგი თუ გახსოვთ. და ეს თავისთავად დემოკრატიისთვის არის პრობლემა, როდესაც თუმცა ჩვენი დემოკრატიისთვის, ჩვენი განვითარებისთვის ალბათ რაღაც გარკვეულ ლოგიკაში ჯდება, რა გზა გამოვიარეთ და ვთქვათ, როგორ მოხდა იგივე სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლა და ასე შემდეგ ეს მოლოდინები. ასე რომ მონარქიის იდეაზე ვთქვათ, შეიძლება დისკუსია იქნება, ვიღაც ყოველთვის დააინტერესებს. ეს ატარებს რაღაც გარკვეულ ისეთ რომანტიკულ საბურველს, ეს იდეა თავისთავად. იმიტომ რომ მე იმაშია რომ ჩვენ ისტორია კარგად არ ვიცით და საამაყოც გვაქვს ბაგრატიონებით, მაგრამ არსებობს ისტორიის ეპიზოდები, როდესაც არც გვაქვს საამაყო და ამ შემთხვევაში თქვათ რაღაც ეს საკრალიზება და რაღაც გადაჭარბება, დიახ, ყველა ქვეყნის ისტორიაში ბუნებრივია და რაღაც საკრალიზება და გადაჭარბება საზოგადოების გარკვეული ჯგუფიდან, ესეც გასაგებია. თუმცა ძალიან კარგი იქნება თუ ღრმად და კარგად გვეცოდინება ჩვენი ისტორია და ნაკლები საფუძველი გვექნება თუნდაც ამ საკრალიზებისთვის. აქ უფრო მნიშვნელოვანია ისევ და ისევ ლევან ვასაძის ფიგურა, რომელიც აი ამ პროცესით რაღაც მაინც მე ვფიქრობ გარკვეულ კაპიტალს აგროვებს. ფიქრობთ, რომ ეს პოლიტიკური გულების დაწერის მცდელობა არის მცდელობა, ჩემი აზრით. იმიჯნება პოლიტიკას ნამდვილად. კი, ნამდვილად იმიჯნება, მაგრამ ასევე იმიჯნებოდა ბიძინა ივანიშვილი მთელი 10 წლის განმავლობაში და სრულად მოულოდნელად მოგვევლინა ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ ლიდერად. შესაძლოა რაღაც ლევან ვასაძესაც აქვს ასეთი მცდელობა ან ილუზია, რომ რაღაც მსგავს შეძლებს. და იგი ვთქვათ, აი ამ რაღაც თეატრალიზებულ რაღაც წარმოდგენებში, კოსტუმირებულ და ესეთ სანახაობრივად შთამბეჭდავ წარმოდგენებში მონაწილეობით, მსგავსი იდეებით გარკვეულ კაპიტალიზებას ცდილობს, ჩემი აზრით. ამ პროცესებში მონაწილეობენ მე დარწმუნებული ვარ, როგორც ბატონი თემური, ვთქვათ, ძალიან გულწრფელი ადამიანები, რომლებსაც ვთქვათ, იდეის ჯერად და რაღაც გარკვეულ რაღაც თავის საზოგადოებრივ პოზიციას ამით გამოხატავენ. თუმცა მაგალითად იგივე ეს ხელოვნურად შექმნილი სამეფო ოჯახი განსაკუთრებით ბავშვის ბედი ძალიან მაღალვებს, იმიტომ რომ მე ვფიქრობ მისი ცხოვრება გამნერე კიდე რა ტვირთიც მას დააკისრეს ეკლესიამ. კი ბატონო, არა, მე მაღალვებს ნამდვილად, იმიტომ რომ მას რაღაც ეკლესიამ, საზოგადოების გარკვეულ მონაწილეებმა უკვე რაღაც ვთქვათ მისია დააკისრა. ეს მთელი ეს პროცესი ზოგადად პიროვნების თავისუფლების, ზოგადად თავისუფალი საზოგადოების თანამედროვე მოდერნული ლიბერალური საზოგადოების კონცეფციაში ნაკლებად ჯდება. რაც შეეხება თავად მონარქიის იდეას და ზოგადად ის რომ შესაძლოა საქართველოში იყოს კონსტიტუციური მონარქია, მე ძალიან ნაკლებად დასაშვებად მიმაჩნია ეს. თქვენ პოლიტიკოსები ახსენეთ რომ არ მოვიწვიეო, მაგრამ მე ვფიქრობ ძალიან ძნელად იპოვით პოლიტიკოს, რომელიც ამ იდეას დღეს მხარს დაუჭერს, როგორც მოქმედ ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში. კონსტიტუციური წყობის შეცვლა 3/4-ით ხმების მოპოვება პარლამენტში ეს საერთოდ წარმოუდგენლად მიმაჩნია. მე ვფიქრობ ეს უბრალოდ დისკუსიის თემა, რომელიც დროდადრო ცოცხლდება. 2009 წელს, როდესაც პატრიარქმა, რომელსაც ამხელა ავტორიტეტი აქვს, პირველმა გააჟღერა ეს თემა, ამ თემამ სულ ერთი თვე იცოცხლა, ასე რომ კი ბატონო, დიდი მადლობა, თუმცა ამ იდეის გაჟღერებიდან ძალიან მალე, რამდენიმე წელში განვითარდა ის პროცესები, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ. ქალბატონი ნანული, ერთი ესეთი კითხვა მინდა დაგისვათ, რომ დადგეს დავუშვათ რეფერენდუმზე, ეხლა არ არის ამაზე ლაპარაკი, კიდევ ერთხელ ვამბობ, ვიდრე უფლისწული არ გახდება სრულწლოვანი, იქამდე ეს თემა განხილვის თემაა, როგორც ასეთი არის. თქვენ დაუჭერდით მხარს კონსტიტუციურ მონარქიას. რატომ და რა იქნებოდა თქვენი არგუმენტი? მარტო ის, რომ როგორც ბატონმა კახამ თქვა, მისი უმაღლესობა, ხო?
დიახ, მისი უმაღლესო არა, მე მინდა რომ იმ ტერმინებით ვისაუბრო, რაც წეგან თქვენ ბძანეთ და მისი უმაღლესობა თქვენი მეგობარია, მხოლოდ ამ ნიშნით დაუჭერდით მხარს? არა, მეგობრობაზე არ არის. უბრალოდ აი ეს საკითხი რახან წამოიჭრა, ხა ყველას ხო აქვს თავის აზრი არა? მე მაგალითად მივესალმები ამას. ახლა მაიას არ უნდა, მე მინდა. ეხლა სხვადასხვა რამდენი კაცია, იმდენი აზრია. ეხლა იმას ნათიას ძვირფას ნათიას, რომელსაც თანაც მე სადიპლომო მის ფილმში ვითამაშე და ძალიან დიდი სიმპათიითა ვარ განწყობილი, მაინც ვერ დავეთანხმები და ერთი რაღაცა იმას რო არ უპასუხო არაფერს არ შემიძლია უკაცრავად უნდა ხო? რომ ბიძინა ივანიშვილს არ ქონდა რეიტინგი, აი ეს რანაირად შეიძლება ეხა ბიძინა ივანიშვილს რო ის ქონდა რეიტინგი და მთელმა საქართველოს მხარი დაუჭირა, აბა რანაირად თავდანადო სააკაშვილისნაირი რეიტინგი არ ქონდა პოლიტიკაში. აი ზუსტად ეხა თვლებით როგორ იყო იმის 62% ქონდა და 94% ქონდა სააკაშვილს. მე არ მომბობ ეს ცუდია, პირიქით ეს კარგია. არ ვიცი, არა, ცუდზე და კარგზე არ არის, უბრალოდ ეხა არ მიწყენინებია ბიძინა ივანიშვილს, ეს კარგია. არა, ანუ კარგიაო, რომ მას არ ქონდა დაუშვათ იმხელა პროცენტი და მისი გაიდეალება არ შევეკამათე რომ პირიქით ქონდა და თქვენ ფიქრობთ რომ მას უფრო მეტი ქონდა? მე ასე ვფიქრობ, არ ვიცი, ეხა მე ზუსტად არ დამითვლია როგორ არის და მაგრამ ვიცი რომ მთელი საქართველო იქ იყო და რაც მე ვნახე და ნუ ჩართული ვიყავი ამ იმაში რა ქვია პროცესებში ვიცი რომ ძალიან დიდი რეიტინგი ქონდა. ისე რომ ეხა საკამათო ყოველთვის შეიძლება კამათი იმაზეც, ამაზეც, ამ საკითხზეც, მაგრამ ყველას აქვს თავის აზრი, ყველას აქვს გამოთქმის უფლება, როგორც უნდა ისე თქოს და თავის აზრი და მე როგორც ერთ-ერთი მოქალაქე ამ ქვეყნის ვარ ძალიან დადებითად ამ პროცესების. კი ბატონო, მოდით ნიკას დავუსვავ კითხვა, შემდეგ რეკლამა და ბოლო კითხვა უნდა დავსვა თითოეულ თქვენგანთან. სრულიად ახალი რეალობის წინაშე ვდგევართ, მე წეგან გადაცემის შესავალში არ მithქვამ შემთხვევით, რომ ეს არის ახალი ქართული რეალობა. აქამდე ჩვენ ამ თემაზე საუბარი არ ქონია, ბატონი კახა ამბობს, რომ ბევრი წელი. კი, ძალიან საინტერესო, გეთანხმებით, ჩემთვისაც ძალიან საინტერესო თემაა და ჩემს თავთანაც ძალიან ბევრი კითხვა მქონდა აი ამ პერიოდის განმავლობაში, რაც ეს კონსტიტუციური მონარქიის თემა დაიძრა და ალბათ სწორედ ამიტომ უკვე 2 კვირის განმავლობაში მეორედ მიუბრუნდი ამ თემას. სრულიად ახალი რეალობის წინაშე ვდგებით, გვიწევს ისეთი ტერმინოლოგიის გამოყენება, ეხლა თუნდაც როგორც არის მეფე, უფლისწული რაინდი, მეფის კანცლერი, მისი უმაღლესობა, ასე შემდეგ. აი ჩვენ ვამბობთ, რომ ვარ დღეს 21 საუკუნეში, როგორ ფიქრობ, ქვეყნის განვითარებისთვის კონსტიტუციური მონარქიის სვლა იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი? თუნდაც სამომავლოდ, თუ ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი. რთულია ჩემთვის ახლა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. თუმცა შენთვის სირთულეები არ არსებობს. არა, აი ეს ის შემთხვევა, როცა ჩვენ საუბრობთ რა იქნება 20 წლის მერე. ამიტომ ჯერ საუბრობენ და ამბობენ, რომ ნახოთ რა კონსტიტუციით რა უფლება მოვალეობები დაიკისრება მას. აი ხა წეღარაც ნანულის მაგალითად თქვა ბატონმა სიმონმა, რომ მან უნდა განსაზღვროს საგარეო კურსი. ნუაურეთ ერთმანეთს. მოდი ნუაურეთ ერთმანეთს. მე ვთქვი რა პრაქტიკაც არსებობს სოფლიოში მონარქისტულ წყობის დროს, როცა არსებობს კონსტიტუციური მონარქია, იმ ქვეყნებში რა ფორმით არსებობს ეს? მარტივ და ადამიანურ ენაზე ეს იმას ნიშნავს, რომ ასე ფიქრობთ, ხო? მარტივ და ადამიანურ ენაზე. მე ვთქვი მაგალითად. ეს რაც შეზღუდვები გაუკეთეთ ახალ პრეზიდენტს. დაახლოებით ესეთი ექნება მეფეს. ესე იგი არ იქნება ეგ ადგილი არჩევითი და 4 წლის შემდეგ იქნება და 8 წლის თუ 16 წლის შემდეგ. აღარ გვეყოლება პრეზიდენტი და გვეყოლება მეფე? კონსტიტუციური მონარქია მაგას გულის. ხო, ამას გეკითხებით, კონსტიტუციური მონარქიიდან გამომდინარე. ანუ გვეყოლება არა არჩეული პრეზიდენტი, არამედ გვეყოლება მეფე. კი ბატონო, ნიკა ამბობდა რაღაცას მაია და ეხლავე მოგცემთ სიტყვას. და თუ ეს იქნება სიმბოლური დატვირთვის, კიდე ერთხელ ვიმეორებ და ექნება შეზღუდული უფლება მოვალეობები და საპატიო სტუმარს დახვდება და რაღაცა ეს ჩვენი ლამაზი ტრადიცია იქნება მეფე, რასაკვირველია ეს მე მომწონს. მაგალითად, როდესაც ჩავდივარ ლონდონში და ვნახულობ აი მშვენიერებას, რაც იქ არის, რატომაც არა, მით უმეტეს ამ ხელა ტრადიციას. დრევანდელი გადაცემის და თქვენის ნებართვით პრეზიდენტს შევხვდები და კულტურულ მემკვიდრეობას ვთხოვ, რომ იქნეს აღიარებული ეს თქვენ გაქვთ ეს იდეა, ინიციატივით უნდა გამოხვიდეთ, რომ შეხვდეთ პრეზიდენტს. რახან შეხვდით? რახან ჩვენ გადავწყვიტეთ? კარგი, მაია ბძანეთ და რეკლამა ეთერში და ბოლო კითხვა. მე ერთი რამე მინდა თქვენ რადგან თქვით, რომ ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი თუ არა.
ჩვენ ეხლა სწორებას ვაკეთებთ შვედეთზე, ინგლისზე და ბედნიერ ქვეყნებზე, რომლებსაც არანაირი პრობლემა ამ ეტაპზე არ აქვს. მათ ერთი წუთი ნანული საყვარელო. ისინი ბედნიერები მარტო იმითი არიან ნანული, რომ და შვედეთში ცხოვრობენ რა და აქედან რუსეთი არ ყავთ და აქედან კიდე სხვა მტრები და ის რომ ნახევარი ქვეყანა ლამის ოკუპირებულია, აი მე ამ გადასახედიდან ვიძახი რა. ამ შემთხვევაში კონსტიტუციური მონარქია რას გააკეთებს დადებიც. მე ვნახე რა სადღაც იყო, რომ აი კონსტიტუციური მონარქია რო იქნება, ეს გამოიწვევს ქვეყნის გაერთიანებას. არა, იყო ამაზე საუბარი, ეს იქნება რაღაც ერთია. ჯესეთი სხვა თუ არაფერი, იგივე ბრიტანეთში დედოფალი არის ერთიანობის სიმბოლო. ესპანეთში, რომელზეც თქვენ მაგალითი მოიყვანეთ, კატალონიასა და მას შორის ორივე გვარის წარმომადგენლის სხვა თუ არაფერი 50 წელს გადაშორებული ქალბატონები თვას ივარცხნიან, ისე როგორც ელიზაბეტი. გისმენთ მაინც. ხო, აი რა ვთქვა აღარ ვიცი, იმიტომ რომ ეხლა ეს არის სრულიად სხვა პრობლემა, რომელიც არ მგონია, რომ მოდით აი უკაცრავად, მაგრამ თითქოს მეჩვენება, რომ აი ამ პრობლემების გადაფარვა სწორედ ასეთი მსუბუქი საკითხებით ხდება. რასაც ეხლა აი რაც აი ესე გადის ხოლმე თქვენ კადრებში. როდესაც ქვეყანაში კი ბატონო, უნდა განვითარდეს და ყველაფერი, მაგრამ როდესაც ამდენი ადამიანი შიმშილობს, როდესაც ნახევარი ქვეყანა არის დაპყრობილი, როდესაც პერსპექტივაში ჯერჯერობით კარგი არაფერი არ ჩანს, მოდით ამდენი დრო და ენერგია მე ბატონების და არა ინგას მივმართავ. იქნება ყველამ ერთად ვიფიქროთ იმაზე რა მოუხერხოთ ამ ქვეყანას და წავიდეთ მართლა ნანული ჩემოსაყვარელო იმას ხელს მე ვერ რას უშლის იცი რას უშლის ადამიანების გარკვეული ნაწილი რომელიც ფიქრობს რომ კონსტიტუციური მონარქია თუ მეფე თუ მოდით ესე ვთქვათ 16 წელი ველოდოთ ბავშვი როდის გაიზრდება და მე ის გვიშველის. აი ეს არის საინტერესო ჩემთვის. რას ნიშნავს? აბა რა შველის აბა ვერ გავიგე. მაშინ რატო უნდა რატო ვაკეთებ? ნუ არის ეს მაშინ. საზოგადოების გაზდაზე არა, საკითხი სრული უტრირება, გინდა თემი. საკითხი სრული უტრირება. თქვენი ძახით რომ გვიშველის კონსტიტუციური მონარქია. კი ბატონო, მაშინ თქვენ ვამბობთ რომ ის ბავშვი უნდა გაიზარდოს 16 წლის გახდეს და მე ვაგეუბნები რომ ამის სამაგერფერდად ხელი-ხელით გადაიხვი და არავინ არაფერი არ აკეთოს, მაგ ვთქვით. არა ბატონო ჩემო, რაღაცა დავეროდო და მესიანიზმის თემა გქონდა ლაპარაკი, ეიფორიაზე არის ხო ქალბატონო საუბარი. აქ არის ლაპარაკი სწორ მართლობაზე, რომელსაც ექნება საკმაოდ დიდი პერსპექტივა აქვს და ქვეყნის განვითარებაზე ერთიანობა შეუწყობს ხელს. რატო ბატონო ჩემო, როცა მონარქია გქონდა ერთიანები ვიყავით მთელ საქართველოს ისტორიის მანძილზე? მე-15 საუკუნის მერე საქართველოს ერთიანი არ ყოფილა და ეხლა მაინც და მაინც ვერ მევხვდე. ცხინვალში არ გვყავს სამეფო გვარიშტო, რომ იმის ქალიშვილი ამ ბიჭს გავაყოლოთ ცოლად და ეხლა აბა სხვანაირ გამოსავალს ამ შემთხვევაში მარტო მაგი მართულებით ვფიქრობ და მე აქ სხვა თემას კარგი, ძალიან საინტერესო თემა შეეხეთ ქვეყნის განვითარების რა მოდელი არის ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი. როგორ ფიქრობთ, აქ არის საუბარი დღეს ჩვენი თემა არის დაუშვათ კონსტიტუციური მონარქია, არიან მომხრეებიც, მოწინააღმდეგეებიც, რადიკალურად განსხვავებული აზრით. მოდით რეკლამის შემდეგ დავსვავ ამ ერთადერთ შეკითხვას და თითოეული თქვენგან ისგან მე მინდა რომ მივიღო პასუხი. რა ტიპის უნდა ვიყოთ ჩვენ, რა ტიპის ქვეყანა უნდა გქონდეს იმისთვის რომ ქვეყანა განვითარდეს და წავიდეთ წინ 1 ნაბიჯით, 10 ნაბიჯით და არ გავჩერდეთ ან არ წავიდეთ უკან. რამდენიმე წუთში ამ კითხვაზე პასუხი მბრუნდებით. ჩვენ ვართ კვლავ პირდაპირ ეთერში და მაშასე ბოლო შეკითხვა უნდა დავსვა სტუდიაში. საუბრობთ კონსტიტუციურ მონარქიაზე და ისინი ვინც არიან მომხრეები ამბობენ რომ ეს არის საქართველოსთვის გამოსავალი ძალიან მნიშვნელოვანი. როგორი ტიპის როგორი მოდელის უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი კონსტიტუციური მოწყობა იმისთვის რომ განვითარდეს ქვეყანა? ნათია, მოდი თქვენგან დავიწყებ. მე ვფიქრობ ეს მოწყობა საკმაოდ მისაღებია.
რაც შეეხება კონსტიტუციური მონარქიის მომხრეებს, ახლა აქაც როგორც რეკლამის დროს მანამდე დისკუსიაში, სხვა დისკუსიებში იგივე თქვა ლევან ვასაძის თქვენთან სტუმრობის განმავლობაშიც შეიმჩნევა ესეთი, არ ვიცი რამას რა დავარქვა, ახლა გაორება, ან ვერ ჩამოყალიბდნენ თავის პოზიციაში, რომ თუ პირიქით სინამდვილეში თავის რახოს მალავენ. თითქოს ერთის მხრივ ეს ადამიანები ლაპარაკობენ რაღაც კონსტიტუციური მონარქიის დასავლურ მოდელზე, სადაც მონარქს აბსოლუტურად სიმბოლური დატვირთვა აქვს. და იგი არ მონაწილეობს ქვეყნის არც განვითარებაში, არც პოლიტიკურ პროცესებში. მაგრამ მეორეს მხრივ, ასე ვთქვათ, სულ ჩანს რაღაც ისეთი სურვილი, რომ დიახ, ეს უნდა იყოს გამაერთიანებელი, დიახ, ეს უნდა იყოს რაღაც საგარეო კურსის გამსაზღვრელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს კიდევ უფრო ვთქვათ, რაღაც გარკვეულ ეჭვს ამყარებს იმასთან დაკავშირებით, რომ თავისთავად იდეა, რომელსაც პოლიტიკაში მყოფი ძალიან მცირე ნაწილი თუ პოლიტიკაში მოსვლის სურვილით ვთქვათ, შეპყრობილი ადამიანები მხარს უჭერენ, მათ სწორედ სურთ მონარქის სახით, რომელიც ხვალ იქნება 15 წლის შემდეგ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მათ აქვთ სურვილი, რომ რაღაც ხელოვნური, რაღაც პოლიტიკური ფიგურა, პოლიტიკური ცენტრი შეიქმნას, რომელიც საბოლოო ჯამში მართლაც მოახდენს გავლენას პოლიტიკაზე და ის არ დარჩება ისეთ სიმბოლურ ჩარჩოში და ისეთ ფარგლებში, როგორც ეს არის თქვა დასავლეთში. დღეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან არასერიოზულია ამაზე ლაპარაკი, ამის განხორციელების არავითარი ალბათობა პრაქტიკულად არ არსებობს. მით უმეტეს მართლაც ძალიან სასოციალოა იმაზე ლაპარაკი, რა იქნება 15 წლის შემდეგ და რა ძალას ფორმებს შეიძებს, თქვათ, ბავშვის სიმბოლური არსებობა, რომელსაც მემკვიდრეს ეძახიან და უფლის წულს, ეს ყველაფერი ძალიან მაგრამ ამ ყოველფრის საფუძველზე დღეს რატომ არის ეს საინტერესო? ელოდები თუ არა, არ არის საინტერესო. მე არ მგონია პოლიტიკური რაღაც მოძრაობების დაწყება. ეკლესია, როდესაც გიჭერს იდეაში მხარს, როდესაც ასეთი ნდობით აღჭურვილი არის ეკლესია. ჩემი აზრით, მიუხედავად ეკლესიის ავტორიტეტისა, თავად პატრიარქის ამასინათ ერთ ჭკვიან პოლიტიკოსთან მქონდა ინტერვიუ, მანაც ეს დაადასტურა. ჩემი სიუჟეტი იქნება რამდენიმე დღეში ინტერნეტში, შეგიძლიათ ნახოთ, იქაც არის ეს აზრი გამოთქმული. მიუხედავად პოლიტიკო ჯიზე იქნება სიუჟეტი მონარქიის თემაზე. მადლობა, რომ მომეცით დაანონსების საშუალება. იქაც არის ეს აზრი გამოთქმული, მიუხედავად პატრიარქის ავტორიტეტისა. პატრიარქიც საკმაოდ სიმბოლური ფიგურაა, ჩემი აზრით, ჩვენი საზოგადოებისთვის და ვთქვათ, მისი ვთქვათ, მოწოდებები, განსაკუთრებით რაღაც პოლიტიკაში ჩარევის, საზოგადოებრივ ცხოვრებას გავლენის მოხდენის მცდელობები, საბოლოო ჯამში არც ისეთი გავლენიანია, ანუ მას როგორც სიმბოლოს, როგორც რაღაც პატივსაცემ ფიგურას ეთაყვანება, მორწმუნეთა დიდი ნაწილი, მაგრამ რაღაც სერიოზული მოწოდებები, რა ვთქვათ, ახლა პატრიარქი რო გამოვიდეს და მაგალითად თქვას, რომ ქალებმა შარვლები არ ჩაიცვათ, მე არ მგონია, რომ მორწმუნე ქალების დიდი ნაწილი ამას დაეთანხმოს. მიუხედავად, არა, მე უტრირებული რაღაც მაგალითი მოვიყვანე, არსებობს სხვა მაგალითები პატრიარქის მოწოდებების, რომელსაც საზოგადოება, რომელიც საკმაოდ თავისუფალია, თავის არჩევანში, წამშიც და ასე ვთქვათ, ყველაფერში ჩემი აზრით, მაინც თავისუფალია, საკმარისად თავისუფალია იმისთვის, რომ მაინც და მაინც რელიგიური ლიდერის მოწოდებას, ვთქვათ, არ გაუწიოს ანგარიში, არამედ თქვათ, გადაწყვეტილება მიიღოს და არჩევანი გააკეთოს, სწორედ საკუთარი შეხედულებებისამებრ და ისარგებლოს თუნდაც იმ თავისუფლებით, რაც ჩვენი პოლიტიკური მოწყობით დღეს გარანტირებულია. დიდი მადლობა. შეკითხვა დასმულია, ბატონო სიმონ გისმენთ. ნუ რა შეეხება საქართველოს რა მართლობის ფორმა უნდა არსებობდეს. მე მგონი ახალი არ იქნება არავისთვის, რომ მე კონსტიტუციურ მონარქიას დავარჯიშო მხარს. როგორი მომენტია ქვეყანაში ყველაფერი არის რაღაცა სიმბოლოსთან დაკავშირებული. რაღაც არის გამაერთიანებელი. სიმბოლო ყოველთვის იყო ერთი. ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნება არმიის წყობრისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია ერთი სიმბოლო. ყველაფერი მიდის იქამდე, რომ თუნდაც არმიის ფიცის დადება, როცა ხდება და ერთგულობის ფიცის დადება პირველი პირის მიმართ, როცა ეს არის ურცვლელი და ურყევი, მეტი ანუ არმიაც მეფეს უნდა ემორჩილებოდეს. მე დამორჩილებაზე არ გეუბნები, ფიცის დადებაზე. აი სახელმწიფოს სიმბოლო იმაზე ემორჩილება როგორც ეს. დღეს საქართველოს მუსით როგორი მომდია. ყოველთვის წყობრი როგორც ხდება. ნუ თუნდაც მოვიტანოთ იგივე ბრიტანეთის მაგალითი, ხო? არ გვინდა ერთ შეკითხვას დაუსვო, მაია დრო აღარ ქალბატონისა ბატონ სიმონს თუ შეიძლება რომ პასუხი გამცეს. ბატონ სიმონ, თქვენ თუ გიფიქრიათ იმაზე, რომ თქვენ რომ მონარქიას აღადგენთ,
უცებ რუსეთმა მოითხოვოს თქვენი მონარქისგან გეორგიევსკის ტრაქტატის აღიარება. ვერ მოითხოვს. რატო ბატონო? თუ ახლა მონარქიას დავაბრუნებთ და თუ მაშინ რუსეთის გადახედავს თავისი მეფის დროინდელ და იმპერატორის დროინდელ და ნუ ანუ თქვენი ნებით მე უნდა შევიდეთ რუსეთში, ხო? აშუაში. არა, რატო არ არის შუაში? ერთ-ერთი აზრია, რასაც აქ არსებობს მოტანა უფლება. შემიძლია 1946 წლის აქტის მაგ დროს არ იყო ბატონო საქართველოში. ისე სამართლებრივი თუ მიუყვებით სად მიდივართ იმას მოყვება კარგი. სამართლებრივი გეორგიევსკის იმისი გამგზელების მეორე კი ბატონო, ხო, მაგრამ ისე რუსეთის შეცდომას ისე რუსეთის სცენარია. ყველაზე გამოსავალი რაც არის ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი განვითარების ესაა კონსტიტუციური მონარქია. ქალბატონი ნანული. გადასარევი აზრია. გავიღვიძებ ერთ ჩვენი ერთ დღეს, უკვე რომ ვიქნები ბებერი, ან ვიქნები ცოცხალი ან არა და იქნება რა ცუდია. ძალიან კარგია. და რო არ იყოს სად იჯდება ბოდიში ეს ნანული შენ და იქნებ მეფოს სად ვიქნები? არა კაცო, ჯვარი გწერია შენ ან ვიქნები ან არა. არა, ქალბატონ ნანულის ალბათ არ ექნება ამაზე პასუხი. ბატავრობა. კი ბატონო, ნიკა გისმენთ? კი ბატონო, მოგახსენებთ ახლა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რაღაც. პირველი ყველაზე მთავარი ჩემთვის არის სანამ სამოქალაქო საზოგადოება არ ჩამოყალიბდება ინგა მანამდე გინდა მეფე დაგვიყენე, გინდა იმპერატორი, გინდა პრეზიდენტი, არაფერი არ გვეშველება. ამით არა. დაყენება შეიძლება თუ არასწორი კონტექსტია, მაგრამ გინდა მეფე ავირჩიოთ, გინდა იმპერატორი დავაკონკრეტებთ. სადამ ადამიანები თვითონ არ მიხვდებიან რა არის მათთვის უფრო კარგი და უფრო ცუდი, ამას თვითონვე არ მივლენ და არჩევანს არ გააკეთებენ, მანამდე არ ამგონია რომ უკეთესობისკენ შეიცვალოს საქმე. და რა კარგი იმაზე ელაპარაკი. აქ ჩემთვის არა კარგი სახელმწიფოსთვის. სახელმწიფო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილები ვართ თითოეული ჩვენთაგანი და უმრავლესობა როგორც გადაწყვეტს ის იქნება. კი ბატონო. თავარი, მე ასე ვფიქრობ. ერთი წუთი მაია მოგცემთ სიტყვას ერთი წუთი ნიკა. ამრიგად ნიკა წულუკიძე რას ფიქრობს ამ წუთში გეტყვი, მაგრამ თავარია რომ შედგეს სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც არჩევანს გააკეთებს. და კიდე ერთხელ ვიმეორებ, შეიძლება თქვათ, რომ ისა რა ქვია, ასაიჩება, მაგრამ თუ იქნება სიმბოლური დატვირთვით, კეთილი შემომწირველების ხარჯზე, ლამაზი ტრადიცია რომ ჩვენ ძალიან გაღელვებს შენი გადასახადები არ მოხდეს მეფის ოჯახის შენახვა. და ასევე შეიძლება ნანული ყველაზე მეტად. მაგრამ არ აღელვებს 10 თეთრით მეც რო იხდის. სინათლეში და გაზის როგორ არ მაღელვებს? ესე ძალიან მაღელვებს და მინდა რომ ესე დაიგე. აი ეს არის ჩემი პასუხი. დიდი მადლობა ბატონო. 0.1% შეინახავდა რა საკითხი. არის თეატრალური კრიტიკოსი, ბატონო სანახაობა და სიამოვნებით ამას დაალგოდება როგორც სანახაობა. ბატონო კახა, გამოსავალი კი არა და განვითარებისთვის, ეხლა თქვენთვის შეიძლება რიტორიკულია ეხლა ჩემი მხრიდან ამ კითხვის დასმა, მაგრამ მე ყოველთვის ვამბობ ერთს და ეს არის აზრი ჩვენი სამეფო სახლისა. ჩვენ შეცდომა არ დაშვების უფლება არ აქვს. მაგრამ ის რომ კონსტიტუციური მონარქია წარმატებულია ევროპაში, ქვეყნებში, ეს ფაქტია. ამაზე თვალს ჩვენ ვერ დახუჭავთ, მაგრამ რამდენად ჩვენ გამოგვადგება? ამაზე საჭირო არის მეცნიერული შრომები და არა აი ესე ერთი კედლიდან მეორეს რო ვეხეთქებით ჩვენ ხან ძლიერი პრეზიდენტი, ხან მინისტრთა კაბინეტი, ხან მინისტრთა საბჭო, ხან შეზღუდული, მე რასაც უყურებ. ეხლა ძლიერი პრემიერია მე რასაც უყურებ, ეხლა ძლიერი პრეზიდენტი. თქვენზე ბევრად უფროსი ვარ ყველაზე და ბევრი რამე მაქვს ნანახი, საბჭოთა პერიოდიც გამოვიარე და ეს პრეზიდენტების ქვეყანა ჩვენი რა დღეში არის, ამას მე ძალზედ განვიცდი და ვფიქრობ, რომ ამის უფლება არ აქვს. ჩვენ რო გაუაზრებლად რამე გავაკეთოთ. ამისთვის დროც არის. არ არის სავალდებულო რომ ეხლა მე ბედნიერი ვიქნები თუ თქვენ ხელს მომიწერთ იმაზე რომ როგორც კულტურული მემკვიდრეობა იყოს. როგორც კულტურული მემკვიდრეობა, ეხლავე ნიკასი არ იყოს, ეხლავე მოვაწერ ხელს. მე რაც შეეხება კონსტიტუციურ მონარქიას და პოლიტიკურ მიმართულებებს, ამაზე ხელს მოვაწერ, იმიტომ რომ ეს ძალიან სერიოზული თემაა, რომელზეც დიდი ხანი უნდა მე რა იბიჭდეთ. თქვი? კი ბატონო, კულტურული მიმართულებით ჩათვალეთ რომ ჩემი მე უკვე ჩამოვაყალიბეთ თითქმის წერილი, რომელიც ალბათ ერთდროულად გაუგზავნოთ. კი ბატონო, ალბათ ყველა პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს და ერთხელ შეგაწუხებთ და კი ბატონო, და ასრულებს მაია სტეფნაძე, მაია გისმენთ. რატო? ქალბატონო ნანული დაგითმოთ სიამოვნებით. გისმენთ მაია. არა, ნამდვილად ახლა ჩამოყალიბებული, ასე ვთქვათ, სისტემა, მე მგონი
ჩემთვის მისაღებია სავსებით და ამიტომ მოდელი, რომელშიც დღეს ცხოვრობ. გასაკვირველია. ძლიერი პრემიერი, შეზღუდული უფლებებით პრეზიდენტი, ძლიერი პარლამენტი. იცით რა შესაქმე? ევროპულია და რადგან აქ ლაპარაკი ბევრ ტრადიციაზეა და ტრადიციებზე, მაშინ ამ ლოგიკით ეს სისტემაც ასევე აპრობირებულია და მიღებულია. ну ამ თვალსაზრისით ახლა ვერ გეტყვით მე რომ ჩემთვის კონსტიტუციური მონარქია რომ ერთმნიშვნელოვნად მიუღებელი ეს ალბათ მიხვდით. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, მაშასე მოვილაპარაკეთ, ხელს ვაწერ ამ თქვენს ინიციატივაზე კულტურულ მიმართულებას რაც შეეხება, წარმატებას გისურვებ თითოეულ თქვენგან, საინტერესო საუბარი გამოგვივიდა, კარგად ბრძანდებოდეთ, დიდი მადლობა, აქვე მშვიდობები მაყურებელს, ქაბატონანუ თუ შეგდავას. აქვე მშვიდობები მაყურებელს, ზუსტად 20 საათზე ხვალ საღამოს ვიქნებით პირდაპირ ეთერში მთავარი თემებით, მთავარი სტუმრებით, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ სააკაშვილის წასვლამდე და გიორგი მარგველაშვილის ოფიციალურად გაპრეზიდენტებამდე ზუსტად 4 დღე რჩება. ნახვამდის.